მოგესალმებით. ეს ტელეკომპანია პულსია, მე ეკასანიკიძე გახლავართ და ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს მედიდია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი სტუმრების მოწვევა სტუდიაში, რომელთა აზრი საზოგადოებისთვის სარგებლის მომტანია და ასევე ემსახურება მედიცინის განვითარებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. ამიტომ დღეს ძალიან მიხარია, რომ მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ ისეთი მნიშვნელოვანი კოლეგები ჩვენი საზოგადოებისთვის, პროფესიისთვის, მეცნიერებისთვის, როგორებიც არიან ქალბატონი მაია ბუწაშვილი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი და ბატონი გია კამკამიძე, ასევე მედიცინის დოქტორი, პროფესორი. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის, საგამომშვიდობისა. თქვენ მადლობა მოწვევისთვის. მოგესალმებით, მადლობთ მოწვევისთვის. ბატონო გია, ქალბატონო მაია, ძალიან მნიშვნელოვანია ნამდვილად მე მხოლოდ სიტყვის მასალად არ მithქვამს ის, რაც თქვი შესავალში, რომ თქვენ საზოგადოებამ გაგიცნოთ ძირითადად რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ხანდახან ხდება, რომ რაღაცა მოვლენა განაპირობებს უფრო მეტად ცნობადობის მომატებას ჩვენი კოლეგებისა, სწორედ ეპიდემია პანდემიის პერიოდში და იმასთან დაკავშირებული, რა თქმა უნდა, გარკვეული დისკუსიების და იმ მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, პოლემიკების დროს, რომელიც გაიმართა ზოგადად პანდემიის კუთხით, ვაქცინაციის კუთხით, სწორი გადაწყვეტილებების და რჩევების, მითისა და რეალობის, ასე ვთქვათ, ახსნის კუთხით. და ამ ყველაფრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი იყო ის, რომ თქვენ გქონდათ განსაკუთრებით ქალბატონი მაია აქტიურობდა ამ თვალსაზრისით სურვილი მიგეწოდებინათ საზოგადოებისათვის კვლევებზე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია. ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ საზოგადოებას აქვს რაღაცა სტერეოტიპები და ამ სტერეოტიპებიდან გამომდინარე გარკვეული წარმოდგენები. ამიტომ დღეს მე მინდა ძალიან ბევრ რამეზე მოვასწროთ, რა თქმა უნდა, საუბარი, მაგრამ პირველ რიგში მინდა თქვენი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, როგორია სამედიცინო კულტურის დონე ჩვენი საქართველოს საზოგადოების, ზოგადად რა პრობლემები შეინიშნება ამ თვალსაზრისით და როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო იმისათვის, რომ ექიმებმა, რომლებიც რა თქმა უნდა მეცნიერების და მტკიცებითი მედიცინის მომხრე არიან, შეძლონ საერთო ენა გამონახონ საზოგადოებას და მოიპოვონ მათი ნდობა და ერთგვარად მიიტანონ ის სწორი ინფორმაცია, რომელიც მათივე სარგებლისთვის, მათივე განკურნებისთვის, მათივე ჯანმრთელობისთვის არის მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი წამოწიეთ. საერთო ჯამში ერთი სიტყვით თუ დავახასიათებთ სამწუხაროდ ჩვენი თანამოქალაქეების სამედიცინო განათლება არ არის ადეკვატური და ეს მათი ბრალი არ არის, რა თქმა უნდა, აქვე დავაყოლებ. თუ გადავხედავთ დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, ამერიკას, პატარებსვე თავიდანვე სკოლაშიც კი არა და საბავშვო ბაღშიც კი ასწავლიან ძალიან ბევრ ნიუანსს, რა არის სწორი ჯანმრთელობისთვის და თავიდანვე ეს კულტურა ყალიბდება. თუმცა რა თქმა უნდა, ხა იქაც არ არის იდეალური, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც ეს სულ არსებობს, კი. და მე უკვე ექიმებისთვისაც ადვილია, იმიტომ რომ მეტნაკლებად აი ამ კულტურით შემოდის პაციენტი იქ ექიმთან, მაგალითად არ უწევს წინააღმდეგობას დანიშნულებაზე, არ მოითხოვს დამატებით მაგალითად ანტიბიოტიკებს, რაც პირადად ჩემი პროფესიის ექიმების განსაკუთრებული პრობლემაა და ესეთი თავისი შეხედულებები და მეზობლის რჩევები არ არის იქ გადამწყვეტი, უფრო არის ექიმის სიტყვა ფასეული, იმიტომ რომ მან იცის, რომ ეს არის სწორი. ჩვენთან აი ეს ძალიან დიდი პრობლემაა პირველ რიგში ის, რომ ეს გაკითხვით და რაღაც ნაცნობ მეგობრების რჩევით ხდება გადაწყვეტილებების მიღება. ამ ხრივ აი მაგალითად ძალიან ჩვენთან დამკვიდრებულია ნაცნობი ექიმის ინსტიტუტი, იმიტომ რომ აუცილებლად რაღაც ესეთი სტერეოტიპი, რომ ნაცნობ ექიმებს ეძებენ ადამიანები და მე უკვე თავისი ძირითადი მკურნალი ექიმის აზრს კიდევ 1000 ჯერ ამოწმენ. ეს პაციენტების ბრალი არ არის, სამწუხაროდ რეალობაც ეგეთი გვაქვს, რომ ზოგჯერ მართლა საჭირო ხდება გადამოწმება და არა გვაქვს ესეთი სტანდარტიზებული მიდგომები.
მაგრამ პაციენტებმაც და ზოგადად მოსახლეობამ თანდათან უნდა გაითავისოს ის, რომ აი ესეთი კატეგორიული მოთხოვნები ექიმის ოთახში რომ მას ეს უნდა და ჭირდება და ეს სხვა შორის გავლენას ახდენს ექიმზე. ისევ აი ანტიბიოტიკების თემას ვერაული გვერდს და ყოველჯერზე მომიწევს მაგალითი. ძალიან ხო, იმიტომ რომ ესეთი კატეგორიული მოთხოვნა როცა აქვს პაციენტს, რაღაცნაირად ექიმს მერე პასუხისმგებლობის აღება უჭირს, რომ მერე ვთქვათ რამე რომ გართულდეს, პაციენტი კატეგორიულად ისევ მოსთხოვს პასუხს, რომ არ დამიჯერ. ამიტომ ძალიან ძნელია მე მესმის, მაგრამ ნუ ექიმიც იმიტომ არის ექიმი, რომ კატეგორიულად უნდა იყოს თავის პოზიციაზე რა არის პაციენტისთვის სწორი და შეძლოს დასაბუთება. კი. ამას კიდევ ვიმეორებ, აი სულ ვამბობთ, რომ აი როდის დაიწყება, მაგრამ პატარა ასაკიდან უნდა დაიწყოს სამედიცინო განათლება. მობითი განათლების რაღაც გარკვეული სახელმწიფო სტრატეგია ნამდვილად უნდა არსებობდეს. მე ვფიქრობ, ჩვენ ამაზე ხშირად ვსაუბრობთ ყველა სტომართან თითქმის გადაცემაში, იმიტომ რომ ყველა აღნიშნავს როლს ჯანმრთელობითი განათლების და ნამდვილად გეთანხმებით დაწყებული მშობლების განსწავლით, მერე უკვე ორსულობის პერიოდში ქალბატონის და შემდეგ უკვე საბავშვო ბაღიდან, სკოლიდან და ასე შემდეგ და ალბათ სკოლის ექიმის როლი, მერე უკვე პირველადი ჯანდაცვის პედიატრის და ექიმის როლი ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მერე უკვე ალბათ ის ზოგადი სამედიცინო კულტურა, რომელიც შეიძლება ჩამოყალიბდეს აი თუნდაც ესეთი გადაცემების, სტატიების და ასე შემდეგ საშუალებით. ჩვენ ახლა ძალიან ხშირად მივმართავთ ხოლმე სხვადასხვა პროექტის ფარგლებში და თქვენთვის ეს ძალიან ნაცნობი თემაა. განსაკუთრებით ინფექციურ დაავადებებთან დაკავშირებით თუ კი რაიმე და ჩვენ სახელმწიფოში ბოლო წლებში ძალიან აქტიურად ხო ტუბერკულოზთან, შიდსთან, მალარიასთან და ამ შემდეგ ბრძოლის პირობებში თუნდაც ძალიან დიდი გლობალური პროექტები იყო, ასევე მერეც ჰეპატიტთან დაკავშირებით და გარკვეულწილად აი ამ პროექტების ფარგლებში ყველგან იდო ტრენინგი ჟურნალისტებისათვის. და აი ეს მომენტიც ალბათ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუ არასწორი ინფორმაცია მიეწოდა, ალბათ არასწორი ინფორმაციის ან არაზუსტი, არასრული ინფორმაციის მიწოდება შეიძლება ჯობდეს საერთოდ არ მიეწოდოს ის ინფორმაცია და მე უკვე ესეც იწვევს გარკვეულ აღრევას. და აი აქ მინდა უკვე ბატონი გიაც ჩავთო საუბარში ძალიან დიდი მადლობა ქალბატონმა ამ მომენტის აღნიშვნისათვის, რომ რაღაც სისტემა უნდა არსებობდეს და ალბათ ჩვენ როდესაც მედიდეაში ვართ, სულ ვცდილობთ, რომ რაღაც გარკვეული იდეები დავდოთ, მოვაგროვოთ და შეთავაზება გავაკეთოთ, იმიტომ რომ არსებობთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ ჩვენს პაციენტებს, ჩვენს კოლეგებს და დავხარი დაუჭიროთ ჩვენ სახელმწიფოს ჯანდაცვის სწორი პოლიტიკის გატარებაში, ხო, საზოგადოებისთვის სასარგებლო პოლიტიკის გატარებაში და შესაძლებელია, რომ აი ჩვენი სპეციალისტების, თქვენნაირი ექსპერტების რჩევებმა ამასთან დაკავშირებით, რომ ჯანმრთელობითი განათლების რაღაც გარკვეული სტრატეგია შემუშავდეს, დაიხვეწოს, დაინერგოს და გავრცელდეს ქვეყანაში, იქნას მიღებული მხედველობაში, მაგრამ აი ამას ყველაფერს ჭირდება ის, რომ პაციენტმა დაგვიჯეროს. დაგვიჯეროს თუნდაც კოლეგამ, რომელსაც დაუშვათ ნაკლები გამოცდილება აქ იმ სფეროში, რა სფეროში ჩვენ ვართ სპეციალისტები და ვაძლევთ რჩევას. მტკიცებითი მედიცინა, კვლევის შედეგები. ეს არის ის იარაღი, რითაც ჩვენ შეგვიძლია, რა თქმა უნდა, ეს დასაბუთება გავამყაროთ. როგორ ფიქრობთ, ბატონო, აი ამ მიმართულებით რა პრობლემებია საქართველოში? რატომ არის კვლევების და მეცნიერების მიმართ ცოტა ესეთი რთული დამოკიდებულება რბილად რო ვთქვათ? მოგესალმებით და პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ზუსტად ეს არის პრობლემა, რომ მეცნიერებაზე ან მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაცია უმრავლეს შემთხვევაში არ აქვს გათვითცნობიერებული იმ ექიმს, რომელიც ნიშნავს კლინიკურ დანიშნულებას. და რასთან არის ეს პრობლემა დაკავშირებული, რომ უნდა იყოს თანამედროვე ინფორმაცია და ეს არის იმით მიიღწევა, რომ ყოველდღიურად უნდა მოხდეს ახალი ინფორმაციის გაცნობა. ხშირ შემთხვევაში ექიმს დამთავრებული აქვს აწლეულების წინ და ფაქტიურად ეფუძნება იმ ცოდნას, რომელიც მაშინ იყო მედიცინაში. არა და ამ მიმართულებით წასულია გაცილებით წინ მედიცინა, დღეს სხვა სტანდარტია, შეიძლება გუშინდელი მტკიცებითი მედიცინა სხვა იყო და დღეს სხვა. შესაბამისად ეს საკმაოდ რთული პროცესია. ხო, ანუ ისიც კვლევებს ეფუძნებოდა, მაგრამ დღეს შეიცვალა, ხო? სრულიად ახალი, ასე ვთქვათ, ინფორმაცია, ხო? და ასევე გარკვეული პრობლემა, რაც აი
ზოგადად საბჭოურ და მათ შორის ქართულ მედიცინაში ესე ინერციით გადმოყვა არის ერთმანეთში აღრევა მეცნიერების და კლინიკური პრაქტიკის. გამოცდილების, კი ბატონო. ხშირ შემთხვევაში ისეთ დროს თქვათ ხდება რაღაც იდეის განვითარება, ახალი თქვათ იგივე ერთი და იგივე წამლის სხვადასხვა თქვათ სფეროში გამოყენება თვითონ ექიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, რაც უკვე ნანახია, რომ ეს არ არის თქვათ ეფექტური, ეს პირიქით დამაზიანებელია პაციენტისთვის, მაგრამ ლოგიკურად ექიმი ფიქრობს, რომ თუ ასე დავნიშნავ, ალბათ კარგ შედეგს მივიღებ. აქ არის ძალიან დიდი საფრთხე, როდესაც თითქოს და ლოგიკური მსჯელობა, რასაც კლინიკურ პრაქტიკაში იყენებს ექიმი, შეიძლება აღმოჩნდეს მავნე ან საერთოდ უეფექტო პაციენტის შემთხვევაში და უნდა გაიმიჯნოს ძალიან მკაცრად ერთმანეთისგან რა არის კლინიკური პრაქტიკა და რა არის სამეცნიერო კვლევა. რასაკვირველია, კლინიკური პრაქტიკა ეფუძნება სამეცნიერო კვლევის შედეგს, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით რა ცოდნაც არის მიღწეული, ის უკვე უნდა იყოს ინსტრუქცია, რომელსაც ექიმი მისდევს კლინიკურ პრაქტიკაში ყოველგვარი, თქვათ, იქ იმპროვიზაციების გარეშე. ვინაიდან როდესაც ხდება იმპროვიზაცია, ხდება დაშვება ძალიან ბევრი შეცდომის და აქედან არის ზუსტად პაციენტის ასე ვთქვათ, უნდობლობა ექიმის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ის ვთქვათ, რაღაცა მოსაზრებებს ეფუძნება, მეორე ექიმი სულ სხვა დანიშნულებას აძლევს იგივე მდგომარეობაზე. კიდევ ერთი მიზეზი ეს არის. კიდევ სხვას და ამიტომ ხდება ამდენი გადამოწვევა, რომ ხდება გარკვეული რაღაც იმპროვიზაციები. თუკი ექიმი მიყვება თანამედროვე, აი დღეისათვის არსებულ სტანდარტს, ანუ როგორც ჩვენ ვეძახით გაიდლაინებს, მაშინ ძალიან მარტივია ამის დასაბუთება, რომ ეს არის დღის მდგომარეობით სწორი ქმედება და შესაბამისად კითხვები არ რჩება, რომ რატო იქნა ეს პრეპარატი ამ შემთხვევაში თქვა დანიშნული, რატო ამ სქემით და ასე შემდეგ. მეორე მხარეს დგას უკვე სამეცნიერო კვლევაში ჩართულობა ექიმის, ეს სულ სხვა სფეროა და ამ შემთხვევაში წინასწარვე განისაზღვრება, რომ ეს არის კვლევის ფარგლებში ჩატარებული კურნალობა ან ახალი ტექნოლოგიის გამოყენება და ეს აუცილებლად უნდა ეცნობოს პაციენტს. ასე არ არის, რომ თქვათ ექიმა გადაწყვეტოს, რომ ეხლა ამას დავნიშნავ და ჩემი გამოცდილებით ეს კარგად მოქმედებს. იქ უნდა გამიჯნული იყოს, რომ ეს არის სამეცნიერო კვლევის ფარგლებში, სამეცნიერო კვლევა ხდება და ამ დროს უნდა პაციენტი ინფორმირებული იყოს, რომ ის მონაწილეობს მაგალითად კლინიკურ კვლევაში. ბუნებრივია. ეს აღრევა ნამდვილად ძალიან ნეგატიური შედეგის მომტანი შეიძლება იყოს და შესაბამისად აი ეს არის ძალიან დიდი პრობლემა ჩვენ საზოგადოებაში, რომ ამით აქედან გამომდინარეობს მეორე მხარის უნდობლობა, რომ აი ეს მე ზღვის გოჭი უნდა ვიყო ცნობილი კურდღელი. ხო, ბევრ შემთხვევაში რასაკვირველია კლინიკური კვლევის დროს გამოიყენება სრულად ახალი პრეპარატი, ახალი მიდგომა, აქ უნდა დაიწონოს რა დადებითი, ანუ და რას უნდა ელოდოს პაციენტი. სტანდარტული მკურნალობა დღეისათვის უეფექტოა, რჩება ექსპერიმენტული და ასე ვთქვათ, შეიძლება იყოს ის გამოდგეს ეფექტური და ხშირ შემთხვევაში, როდესაც სტანდარტული მკურნალობა არასაკმარისად ეფექტურია, რასაკვირველია ესეც გამართლება. და შეიძლება ერთადერთი გამოსავალიც იყოს იმ წუთას იმ პაციენტისთვის, იმიტომ რომ ყველაფერი სხვა გზა მოსინჯულია და პირიქით ისე ძიებდეს კიდევაც ესეთ ექსპერიმენტულ, ასე ვთქვათ, მეთოდებს მკურნალობის. ძალიან საინტერესო თემა წამოჭერით ბატონო გია, ეს არის პროტოკოლების და გაიდლაინების საკითხი ერთის მხრივ თვითონ უწყვეტი პროფესიული განათლების თემა და მე ვფიქრობ რესერტიფიცირების, რელიცენზირების, ასე ვთქვათ, თემაც, იმიტომ რომ თქვენ როგორც ბრძანეთ ახლა 20-30 წლის წინ რომ ჩვენ ჩავაბარეთ სალიცენზიო გამოცდა, იმის მერე ეს გამოცდები სამწუხაროდ საქართველოში ყოველ შეხა მე იმის მომხრეც არა ვარ, 5-6 წელიწადში გვაბარებინონ, მაგრამ ალბათ 7-8 ან 10 წელიწადში ერთხელ ეს გადამზადებები აუცილებელია ჩვენი და ჩაბარება ამ გამოცდების, რომ ჩვენი ლიცენზია ასე ვთქვათ შევინარჩუნოთ.
თქვენ თქმის არ იყოს არა ყოველწლიურად და ყოველთვიურად, ზოგჯერ ყოველდღიურად შეიძლება იცვლებოდეს მონაცემები და ახლა ესე ჩვენ ყოველდღე შეიძლება ვერ შევცვალოთ ჩვენი ცოდნა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყველაზე ბოლო ასე ვთქვათ მონაცემების საფუძველზე განვიახლოთ ეს ცოდნა. ამ მხრივ მე ვფიქრობ საქართველოს ძალიან სერიოზული პრობლემა გვაქვს. როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მოვიქცეთ ისე ერთი თემა სწავლების დროს, თქვენს მე ჩვენ ვისაუბრებთ ამაზე, აძლევთ საშუალებას ჩვენ სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს, რომ გარკვეული სტაჟირება გაიარონ და გაიგონ რა არის კვლევა მედიცინაში, ზოგადად ბიომედიცინაში და ლაბორატორიულ მედიცინაზეც ვისაუბრებთ და აქედან გამომდინარე უკვე გარკვეულწილად ახალი თაობა შეიძლება ცოტა სხვა, ასე ვთქვათ, ცოდნით მოვიდეს. მეტნაკლებად სწავლობენ გარკვეულწილად რა არის კვლევები ან აკადემიურ წერას და ასე შემდეგ ბიოსტატისტიკის რაღაც საფუძვლებს და ეს მეტნაკლებად მათ ამზადებთ ამისთვის, მაგრამ ამ წუთას რო ავიღოთ მთლიანად მაჩვენებელი ჩვენი დასაქმებული კოლეგებისა, ხო, ექიმებისა სხვადასხვა მიმართულებით. უმრავლესობას აქვს მიღებული აი ეს ლიცენზია, 10, 15, 20, 30 წლის წინ. როგორ ფიქრობთ ამ შემთხვევაში, როგორ შეიძლება ადვოკატირება იმ საკითხის, აი მტკივნეულოდ რო იყოს და არ გამოიწვიოს მართლაც ამან ჩვენი კოლეგებისთვის გარკვეული თუნდაც სამუშაო ადგილის დაკარგვის შიში და ასე შემდეგ, რომ უწყვეტი სამეცნიერო განათლება გახდეს რაღაცა გარკვეულ სფეროებში სავალდებულო, ანუ გარკვეული მიმართულებებით და ამ ყველაფრის გავლის შემდეგ უკვე მიეცეთ საშუალება ხელახალი ლიცენზირების, თავისი ასე ვთქვათ, ლიცენზიის შენარჩუნების, ესეც შეგვიძლია დავარქვათ და ამის შემდეგ მოხდეს უკვე გარკვეული კატეგორიზაცია ექიმების, იმიტომ რომ თუ ჩვენ კვლევარებში გვაქვს ხო და საზღვრავთ იქ ციტირების ინდექსით, იქ ამით და ასე შემდეგ არის ინდიკატორები, სამწუხაროდ არ გვაქვს ესეთი ინდიკატორები ექიმებთან მიმართებაში. როგორ ფიქრობთ, შეიძლება ამ კუთხით შევხედოთ, თუ საქართველოს როგორც პატარა ქვეყანა გარკვეულ პრობლემებს შეუწყობს საქართველოში ეს ხელს, ეს პროცესები? ორივესგან მაინტერესებს ეს აზრი. დავიწყებ ალბათ მე პირველ რიგში უნდა გამარტივდეს თვითონ ეს პროცესი იგივე ასეთი პროგრამების აკრედიტაციის. დღევანდელი სისტემა რაც მუშაობს პირდაპირ ვიტყვი ეს ასე ვთქვათ მთლიან ენთუზიაზმს კლავს თავიდანვე რომ ის წამყვანი სპეციალისტები თავისი დარგის მათ შეიმუშაონ ასეთი პროგრამა და განახორციელონ. ვინაიდან აქ არის ძალიან ბევრი ბიუროკრატიული ბარიერი, რომელიც დღეს მუშაობს, რაღაც გაურკვეველი, ალბათ წარსულიდან შემორჩენილი წესები, რომ მაგალითად ონლაინ არ შეიძლება მაშინ ძალიან ბევრ ქვეყანაში, წამყვან ქვეყნებში ონლაინ რასაკვირველია შესაძლებელია ამის იგივე ჩატარებაც, თუნდაც საბოლოო ტესტების ჩაბარება და ქულების მიღება. და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ან უყურო, როცა გცალია და ისწავლო კი ბატონო. თვითონ ეს ამ სისტემაზე რასაკვირველია სამუშაოა და არც გაყალბება არ უნდა იქნას დაშვებული, მაგრამ ამის ძალიან ბევრი მეთოდი არსებობს. მეორე მაგალითად რაღაცა გაურკვეველი წესები არის იგივე ვადასთან დაკავშირებით რა პერიოდის განმავლობაში უნდა ჩატარდეს, წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული მონაწილეების სია და ასევე დროითი რაღაც გაურკვეველი ასე ვთქვათ წესები, რომელსაც უნდა მოერგო, მაშინ როდესაც მაგალითად 1 საათიც რო ჩაატარო ლექცია ამაზე შეიძლება კრედიტქულების მინიჭება, ასეთი ასე ვთქვათ მოქნილობა დღევანდელ სისტემას არ გააჩნია და ისე ვამბობ ენთუზიაზმი, რომელიც ვთქვათ აი გაუჩნდა მაგალითად უცხოეთში მოღვაწე ჩვენს რაღაც სპეციალისტთან აქ მოღვაწე წამყვან სპეციალისტს რომ მე გავაკეთებ ასე მაგალითად 1 საათიან 2 საათიან თუნდა ლექციას, ამის საშუალება დღეს არ არსებობს. არადა საქართველოს პატარა ქვეყანა და ყველა ის რესურსი წირი რესურსიც კი რომელიც გაგვაჩნია უნდა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ბიუროკრატიული წინააღმდეგობების გარეშე. მეორე თქვენ ახსენეთ იგივე ციტირების ინდექსი და ასე შემდეგ სამწუხაროდ არც აკადემიურ ნაწილში, ანუ სამეცნიერო ნაწილში დღეს არ განისაზღვრება ადამიანის თქვა წარმატება აი რეალური ციტირების ინდექსებით. არის ძალიან ბევრი ჟურნალი, რომლებიც არის თითქოს და გათანაბრებული
და სახელმწიფო დონეზე ამის კონტროლი არ ხდება პრინციპში. არის ძალიან ბევრი განვითარებადი ქვეყანა, რომელმაც მოინდომეს და ყველანაირად ცდილობენ, რომ რეალურად აი რეიტინგულ ჟურნალებში მოხდეს მათი მეცნიერების მიერ ჩატარებული იგივე კვლევები. არის, თქვათ, მასალა საქართველოშიც, მაგრამ ეს ძალიან ხშირ შემთხვევაში შეიძლება წავიდეს ისეთ ჟურნალებში, რომელსაც სოფლიო ვერ ხედავს, ეგრეთ ასე შეგვიძლია დავარქვათ, მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაც ჩაიწეროს ეს დადებით რომ გამოქვეყნებულია სტატია და თქვათ დაიცვას ვიღაცამ დისერტაცია და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ეს ძველი საბჭოური ინერცია კვლავ მოყვება და ის პრაგმატული, რაციონალური მიდგომა, რომელიც დასავლურ ქვეყნებშია, სამწუხაროდ ჯერჯერობით ისე ამოქმედებული საქართველოში. თუმცა შესაძლებელია ალბათ კეთილინების შემთხვევაში, რომ ზირეულად შეიცვალოს და გარკვეული რეფორმა იყოს. ქალბატონ მაია, დიდი მადლობა. მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო საკითხებს შევეხეთ. თქვენ როგორ ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? ან როგორ შეიძლება რომ ექიმის გამუდმებული პროფესიული განვითარება იყოს მართლა რეალური პაციენტისთვის სარგებლის მომტანი პროცესი და არა მართლა რაღაც ქულების დასაწერი? ასე ვთქვათ, საშუალება. ნუ ჩვენ ვიცით რომ ახლა გადამწყვეტი მაინც ინგლისური ენის ცოდნაა, მაგრამ ამას ნუ რადიკალურად ვეწინააღმდეგები რომ ყოველას მოვთხოვოთ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ესე ადვილი არ არის, განსაკუთრებით ზოგიერთ ასაკობრივ ჯგუფში, რომ ენა ინდონეზე ისწავლო, რომ ყველაფერი იკითხონ. ამიტომ ჩვენ სახელმწიფო როგორც სახელმწიფო ვთქვათ, ვალდებულია რომ მშობლიური ენის ფარგლებში მიაწოდოს. ამიტომ ეს უნდა იყოს უწყვეტად. გაიდლაინები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ახლდება პერიოდულად, მაგრამ არავითარი ბერკეტი არ არსებობს ამ გაიდლაინების სისრულეში მოყვანის და თან რაღაცნაირი დიდია, მოუქნელია და აი თითქოს ვერ გამოიყენება. ეხლა ცოტა შეიცვალა ოდნავ რაღაც გზამკვლევიც არის ხოლმე, მაგრამ აი ის რომ ექიმს მაგიდაზე ედოს და ჩახედოს როგორც უცხოური გზამკვლევებია ძალიან ცხრილი სახე ძალიან ესეთები არ გვაქვს ჩვენ და ეს რაღაცა ისეთი სოდნის გამომზეურების ის არის ხოლმე ეს გაიდლაინები ქართული ჯგუფის მიერ რომ აი როგორი დოკუმენტი შევქმნით და რა არის დოკუმენტი არავითარი ადაპტირებული არ არის სინამდვილეში სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტებიდან ნათარგმნის დიდი ერთობლიობა არ არის ავთენტური არ არის საკუთარ კვლევებზე გამყარებული თუ ასეა მაშინ ავიღოთ რომელიმე ქვეყნის გაიდლაინი და პირდაპირ გავიზიაროთ და გადმოვთარგმნოთ ფაქტიურად გეთანხმებით აბსოლუტურად ამას წინ გქონდა ჩვენც ერთ-ერთ კოლეგასთან საუბარი რომ ზოგჯერ ჯობია რომ უბრალოდ რაღაც შიდა ბრძანებით დავამტკიცოთ რომ აი ამ ქვეყნის ან ამ ასოციაციის მიერ რომელიც გადაღეჭილია კარგია და იციან აპრობირებული. მოგეთ ეს თემა ნუ არ გავავრცობ გიამ როგორც თქვა ძალიან დასახვეწია და ეს აუცილებლად უნდა იყოს ორდღიანი და რაღაცნაირი საოცრებებია და თან არავის არ ცალია ამდენი ხანი და ნამდვილად ისეთ ექიმებს რომლებსაც აინტერესებთ განვითარებაზე ორიენტირებულები არიან ამდენ ხნიან ტრეინინგებზე ჯდომა არ შეუძლიათ ამიტომ უნდა იყოს კომპაქტური პატარა ну გასაგებია რომ კომერციული გავლენისგან ვცდილობთ რომ თავისუფალი იყოს და უცხოეთშიც როცა ფარმაცევტული კომპანიები ატარებენ სულ ხაზგასმით არის რამდენად თავისუფალი იყო ეს კურსი კომერციული ზემოქმედებისგან ეს ყველგან არის პუნქტი დევს კი მაგრამ ამასაც რეგულირება ჭირდება და ფარმაცევტული კომპანიები მზად არიან ხო და ეს შეიძლება ცუდია ეს მაგრამ დღეს მდგომარეობით მათ აქვთ ეს პოტენციალი რომ დააფინანსონ ეს ტრეინინგ კურსები იმიტომ რომ ჩვენ რო ექიმებს მოვთხოვოთ კრედიტ ქულებში თანხის გადახდა ეს არასწორია, იმიტომ რომ ვიცით ახლა დღევანდელი საინტერესო თემა შეეხეთ კი ბატონო. ვიცით როგორია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ფასი. რაოდენობის კრედიტ ქულას თუ მომთხოვენ მე მომავალ 2025 წლიდან შეიძლება ეს ასეთი აუცილებელი გახდეს როგორც საუბრობთ და აღმოჩნდეს რომ გარკვეული თანხა დაუჯდეს ექიმს ამ ტრენინგების გავლა და ვერ შეძლოს და მხოლოდ ამიტომ ვერა იყოს. და ამიტომ თქვათ ესეთი კომპაქტური კონფერენციებზე მიბმული 1000 მექანიზმი არსებობს უბრალოდ უნდა გათანამედროვდეს ჯერ აი უბრალოდ რომ ვინმე ჩაუღრმავდეს და ნახოს ასოციაციების ხელმოწერას და რეცენზიას ითხოვე და ეს ასოციაციები ეს ცალკე თემაა არის აი არ ვიცი რაღაცა ოდითგანვე ძველი სამწუხაროდ და ისეთ გვარებს ნახავთ ხოლმე ექსპერტების სიაში ზოგ გარდაცვლილია წლებია და ისე არ განახლებულა სამწუხაროდ თქვენ ძალიან კარგ თემას შეეხეთ ქალბატონმა იმიტომ რომ ზოგადად პროფესიული ასოციაციების რაოდენობა ამ ერთი ბეწო ქვეყანაში მე მგონი უფრო მეტია ვიდრე ჩვენზე 10 ჯერ და 20 ჯერ მეტ ქვეყნებში ერთის მხრივ შეიძლება კარგია რომ ადამიანებს გაუჩნდათ სურვილი და ინტერესი რომ თავიანთი პროფესიული რაღაცა ზოგადოება შექმნან მაგრამ
კანონმდებლობის მიხედვით პროფესიული ასოციაცია არსებობს იმისთვის, რომ მან შექმნა სწორედ იმ დარგში თანამედროვე ბოლო დროის მტკიცებულებებზე დამყარებული ნამდვილად გაიდლაინები, პროტოკოლები, დოკუმენტები, დაიცვას თავისი კოლეგების, ექიმების უფლებები პირველ რიგში და განიხილოს როგორც სამეცნიერო, ისე კლინიკური, პრაქტიკული, ეთიკური, სამართლებრივი საკითხები და აი ჩვენთან სამწუხაროდ ასოციაციების უმრავლესობა მიიღო ცოტა სხვანაირი სახე, ის გარკვეული გრანტი თუ არ აქვს, დაფინანსება თუ არ აქვს, არ მუშაობენ გაიდლაინზე, არ მუშაობენ პროტოკოლებზე და თუ ვინმე სჭირდება იგივე UPG კურსისთვის, როგორც თქვენ ბრძანეთ, შეტანა აუცილებლად ამ ორ რეკომენდაციას მინიმუმ ითხოვენ ორი დაუშვათ პროფესიული ასოციაციისაგან და ზოგჯერ ეს რამდენიმე თვე გრძელდება, რომ გაღირსონ ეს სარეკომენდაციო წერილი. მე ამ დროს ვფიქრობ, ერთ-ერთ გადაცემაში ვთქვით კიდევაც, რომ ეს საკანონმდებლო დონეზე შეიძლება დარეგულირდეს, რომ მე როდესაც სადღაცა ოფიციალურად ჩემ აქვს საბუთები და განაცხადი და ვითხოვ სარეკომენდაციო წერილს, უნდა იყოს რაღაცა 10 დღიანი თუ 15 დღიანი დადგენილი და ან უარი მითხარი მომწერე ან დადებითი შეფასება მომეცი, მაგრამ ამას კონდეს რაღაცა დროითი ლიმიტი, რომ არ ველოდოთ ესე და ნაცნობი არ ვეძებოთ და არ ვიხვეწებოდეთ და ასე შემდეგ. ამასთან მე სხვა შორის დავინტერესდი რამოდენიმე წლის უკან, ახლა არ ვიცი ბოლოს არ შემიმოწმებია, მაგრამ გადავამოწმე ერთხელ დამჭირდა ასეთი რამ და მინდა გითხრათ, რომ იქ სასურველია რეკომენდაცია წერილია და არ წერია, რომ აუცილებელია დაუშვათ და ზოგ შემთხვევაში და ამიტომ ცოტა უცნაურიც არის, როდესაც ჩვენ სასურველია გადავყავს, აი მაგალითად, როდესაც გვინდათ მივცეთ ჩვენ უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეს, ახლა კი შეიცვალა ბოლოს ეს წესი საბედნიეროდ, მაგრამ აი რამოდენიმე წლის წინ უცხოელ კოლეგას, ან იგივე უცხოეთში მოღვაწე ჩვენ თანამემამულეს, აქ პაციენტის კონსულტირების უფლება თუ არ აიღებდა აქაურ რეცენზიას არ ქონდა და აი ეს იყო მართლა დიდი ბიუროკრატიული პროცესი. ანუ ექიმის კონსულტირება მეტნაკლებად შეუძლია, მაგრამ პაციენტის კონსულტირება არ შეუძლია და ეს პროცესი, რომ შენ ჩამოიყვანა უცხოელი კოლეგები, რომ აქ ახალი მეთოდით უმკურნალონ ან დიაგნოზი დასვან და ასე შემდეგ, საჭიროებს ჩვენი იგივე ტიპის პროფესიული ასოციაციისაგან რეკომენდაციას და ნუ ეს შეიძლება არ მოგწენ, იმიტომ რომ კონკურენტად აღიქვას ის უცხოელი კოლეგა. ნუ ეს თემები მე ვფიქრობ ძალიან კარგია, რომ გავაჟღერეთ და ვახსენეთ დღეს და აუცილებლად ალბათ პროფესიული ასოციაციების თემას ჩვენ მიუბრუნდებით და დავპატიჟებთ ერთხელაც რამოდენიმე პროფესიული ასოციაციის ხელმძღვანელს, რომ მართლა მოქნილია, კარგი სიტყვა ბრძანეთ თქვენ და რეალურად სასარგებლო გახდეს ჩვენი საქმიანობა, მაგრამ ეხლა მინდა უკვე განათლების თემაზე გადავიდე, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ყველაფერი, რაზე ჩვენ ახლა ვისაუბრეთ, მაინც დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორი გვაქვს პრედიპლომური და პოსტდიპლომური სწავლების სისტემა, იგივე რეზიდენტურის სისტემა, იგივე სტაჟირების საშუალება, კლინიკური იქნება თუ სხვა მიმართულებებით და აი ამ თვალსაზრისით როგორ ფიქრობთ, რა პრობლემებს ხვდებით საქართველოში? ბატონო გია, თქვენ რას გაავსვამდით ხას? სამედიცინო განათლების სისტემაში. რეზიდენტურის თემას, იმიტომ რომ ამაზე ბოლო პერიოდში მუდმივად საუბრობთ. ცოტა ხდება ახლა თვითონ ინდივიდუალურად, თვითონ საავადმყოფოების მიერ ამ თემის წამოწევა და გადაწყვეტა, მაგრამ ზოგადად რეზიდენტურა არ შეიძლება რომ იყოს ფასიანი რეზიდენტისთვის. ანუ პირიქით მას უნდა ვის არის ფაქტიურად უკვე ექიმი, რომელიც მუშაობს, თქვა დავარქვათ, პირველ ეტაპზე მყოფი ექიმი, მაგრამ მაინც ექიმი და ყველაზე დიდი დატვირთვა, მაგალითად დასავლურ ქვეყნებში არის ზუსტად რეზიდენტებზე და ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებენ. ამიტომ თუ კი ჩვენ მართლა გვინდა რომ დავაკავოთ საქართველოში კარგი რეზიდენტები, რომლებიც არის გამწევი ძალა საერთოდ სამედიცინო პრაქტიკის, აუცილებელია რომ მათ არ გადავახტევინოთ თანხა ამაში, არამედ პირიქით ხელფასიც უნდა გადაუხადოს ეს და რეზიდენტურა არ უნდა იყოს ესეთ სიტუაციაში, რაც დღესდღეობით არის. მეორე შევეხები მეორე საკითხსაც, ანუ
თვითონ ამ კლინიკური მუშაობის პერიოდში ძალიან ძნელია იგივე სამეცნიერო კვლევების ჩატარება და ზოგიერთს უნდა ამის გაკეთება და აქაც აი საკმაოდ კაცრად არის ხოლმე გამიჯნული ხა თუ გინდა შენ ჩართვა სამეცნიერო კვლევებში მაშინ შეიძლება აიღო ტაიმ-აუტი ცოტა კლინიკური პრაქტიკიდან და ჩაერთო სამეცნიერო კვლევაში და არის თქვა უცხოეთში არის მაგალითად MD PhD პროგრამები, რომელიც შეიძლება მონაცვლეობითაც იყოს, რომ 2 წელი მაგალითად დაუთმოს მეცნიერებას, შემდეგ თქვათ კლინიკურ პრაქტიკას. ჩვენთან ამის პარალელურად ასე თქვათ უნდათ ხოლმე ხშირად განხორციელება და ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, იმიტომ რომ თუ სერიოზულად გინდა ფოკუსირება ერთ-ერთზე, ნამდვილად მთლიანად უნდა დაუთმო დრო ამ თუ იმ მიმართულებას. შესაბამისად, ესეთი ხელშეწყობა ის მეორე მხრივ აი ზოგიერთ უნივერსიტეტს აქვს უფასო PhD სადოქტორო პროგრამები, მაგრამ ხშირ შემთხვევაში იქაც დოქტორანტი იხდის თანხას. აქაც იგივე პრინციპია, რომ ეს PhD სტუდენტი, ანუ დოქტორანტი ასევე მეცნიერია, რომელიც მართალია დასაწყის ეტაპზე, მაგრამ ის რეალურ შრომას უნდა აკეთებდეს. ჩვენთან სამწუხაროდ ეს კიდევ უფრო ძიმე მდგომარეობაში ვიდრე კლინიკური პრაქტიკა ის ფაქტიურად ასრულებს ხვის მიერ მიცემულ რაღაც მექანიკურ სამუშაოს და არა მის დამოუკიდებელ შრომას და ხშირად ამაზეც ახოლმე რომ რატო არის პირველი ავტორი დოქტორანტი კვლევების ხო როგორ იქნება ანუ მისი ხელმძღვანელი უნდა იყოს ხო ამაზე სულ დავამიდი ჩვენთან ამაზე კითხვა არის მება ხოლმე დასავლურ ქვეყნებში სადაც ნამდვილად პირველი ავტორი არის დოქტორანტი იმიტომ რომ რეალურად ისასრულებს და მისი ჰიპოთეზა მისი იდეა რომელსაც ასრულებს უბრალოდ ბოლო ავტორია ნელ-ნელა ვეჩვევით ამას, მაგრამ თითქოს და მიუღებელია ჩვენი საზოგადოებისთვის ესეთი გადანაწილება და ნუ ეს რასაკვირველია ძალიან რთულად, მაგრამ მაინც ინერგება. საკითხი წამოჭერით, ხო, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივეჩვიოთ იმას, რომ ვისაც ეკუთვნის ჰიპოთეზა, იდეა, როგორც მოახერხა, როგორც იშრომა, ცუდია, კარგია თუ საშუალო ის მერე იმისთვის არსებობს დაცვა, ხო და იმისთვის არსებობს ბუნებრივი აპრობაციები და ეს ყველაფერის განისაზღვრება, მაგრამ ნამდვილად სტატიების დროს ეს უნდა იყოს გათვალისწინებული. ქალბატონ მაია თქვენ რაც დაამატებდით, აი სუფთა პრედიპლომური და პოსტდიპლომური სწავლების ძირითად გამოწვევებს, რაში ხედავთ? მე ხარ რომელიმე უნივერსიტეტის რეკლამა გავაკეთე, მაგრამ არ შემიძლია რომ არ ვახსენო მაგალითად ტულდიანის უნივერსიტეტი. უკომპრომისობა სტუდენტის შეფასების დროს არის გადამწყვეტი. არ უნდა იყოს ესე, რომ თუ უნივერსიტეტში შედის სტუდენტი, აუცილებლად დაამთავროს. ეს არის ძალიან იშვიათ უნივერსიტეტებში და რითია განპირობებული წარმატება სწორედ ამ სტუდენტების, ვინც ჩემს მიერ დასახელებულ უნივერსიტეტს ამთავრებს, იმიტომ რომ იქ თუ არ სწავლობ ვერ დაამთავრებ. ეს ხო ძალიან მარტივია, მაგრამ სხვა უნივერსიტეტებში ბევრგან ყველას არ ვეხები, კიდევ არის სხვა, უბრალოდ ერთ-ერთი მაგალითი მოვიტანე, იმიტომ რომ თქვა უფრო ხედავ სისტემას იქ როგორ მუშაობს. აი ამერიკაში მაგალითად პირდაპირ პროცენტებია, ბაკალავრების რამდენი პროცენტი ამთავრებს, უხეშად 80-ზე მეტი არა. მაგისტრების რამდენი და ნუ PhD-ების 40%, 50 მაქსიმუმ და ჩვენთან თუ მაგისტრატურაში აბარებ და დოქტორანტურაში, ნუ თუ რაღაცა ისე ოჯახურმა პირობებმა არ შეგიწყო ხელი, თორე ყველა შემთხვევაში უნდა დაიცვა დისერტაცია. ეს გამორიცხულია, ხო, ისე სინამდვილეში ვერ იქნება. ამდენ ჩვენთან მინიჭებული ხარისხები და დიპლომი ცოტა ამიტომ არის ფორმალური. ამდენი მეცნიერი ყავს, ამდენი ნამდვილად შრომასაც უკარგავს ფასს. და ჩვენ სფეროში, აი ჩვენი წამყვანი ბიბლიოთეკა ონლაინ არის PubMed, ხო, ყველამ ვიცით. PubMed-ში გამოქვეყნებული სტატია ითვლება რეალურად პრესტიჟულად. პრესტიჟული სიტუაცია არასწორია, მაგრამ ნუ იქ თითქოს ნამდვილად ფილტრს გადის. რომ ჩავიხედოთ PubMed-ში საქართველოსთან, აი გული მეწურება, იმიტომ რომ ძალიან მინდა რომ ერთ დღეს ბევრი სტატია ვნახო. ისიც ჩამოსათვლელია და ისიც უფრო იმ ავტორების, ვისაც უცხოელი კოლაბორატორები ყავს. არა და ამდენი დისერტაცია იცვება. ეს დისერტაციები ხო უნდა ნამდვილად სადღაც აისახოს პუბლიკაციებში და იმიტომ არ არის პუბლიკაციებში რომ ვერ უძლებს იმ ფილტრს. იმიტომ რომ ხარისხი ძალიან დაბალია. და მაშინ რა აზრი აქვს ეგეთ
სამეცნიერო შრომებს. უბრალოდ იმიტომ, რომ ადამიანებს უგდათ, რომ მიენიჭოთ PhD, უნივერსიტეტებიც ამას ხელს უწყობს და მე თუ თქვათ გამოხტება ვიღა ძალიან პრინციპული ლექტორი, რომელიც შეფასებას არ აძლევს, იმას ქვია ინტრიგანი და არავის არ უყვარს. რომელიც ცდილობს, რომ რაღაც ცოტა მიუახლოვოს და მე ისიც მორჩილდება ბედს და მიყვება იმ დინებას და საბოლოო ჯამში გვჩება ძალიან მდარე ხარისხის, თქვათ, მინიჭებული ხარისხები, როგორც მაგისტრების, ისე დოქტორების და ნუ ბაკალავრებს შორისაც, არ ვიცი, ფაქტურად ძალიან იშვიათი მოვლენაა, რომ სტუდენტი ვერ გავიდეს ბოლოში, მხოლოდ თუ ფულს ვერ იხდის. და ისე სამწუხაროდ ხო, ამ მიზეზით შეიძლება იყოს. ეს ყველაზე გულდასაწყვეტია თუ კარგი შეუჩერდეს სტუდენტის სტატუსი. არ ვიცი, ეს თემები როდის დაიწყება, გამოსწორება. აი დღეს სწორედ ამიტომ საუბრობ თქვენთან ამ თემებზე, რომ რაღაცნაირად იქნება მოხერხდეს დაძვრა ამ საკითხების და ცვლილებების შეთანხმება კონკრეტული ალბათ გეგმის გაწერა, იდეების შეთავაზება შეიძლება, იმიტომ რომ არაფერი არ არსებობს შეუცვლელი და გამოუსწორებელი. ბოლოს და ბოლოს არსებობს ველოსიპედი არ არის ახლიდან გამოსაგონი, არსებობს ასეთი სისტემები. მე ვფიქრობ, უბრალოდ ნება არის პოლიტიკური ერთის მხრივ, რომ სახელმწიფომ ამ პროცესს მიხედოს, უნივერსიტეტების მხრიდანაც უნდა იყოს და კოლეგების მხრიდან ეს სურვილი და ალბათ შესაძლებელი იქნება მე თანდათანობით იყოს მკაცრი ისეთი განსაზღვრული ინდიკატორები და სტანდარტები, ვინც დააკმაყოფილებს გამო, ვინც ვერ დააკმაყოფილებს, ნუ შეეგუოს იმას ან კიდევ ხელახლად სცადოს და ასე შემდეგ. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა. აი ძალიან მე ვფიქრობ, რომ საკრალურად მნიშვნელოვან საკითხებს შევეხეთ ახლა ჩვენი პროფესიის განვითარების და ჩვენი კოლეგების, აი მართლა ზოგჯერ მეც ძალიან გული მეწვის და მტკივა იმაზე, რომ ყავს მართლა უნიჭიერესი ძალიან საინტერესო აზროვნების ახალგაზრდებიც და ძველგაზრდებიც, ასე ვთქვა და შუა ასაკის ჩვენი თაობის თუნდაც ადამიანები, რომლებსაც მართლა დიდი სურვილი აქვს რაღაცა გააკეთოს, მაგრამ სულ ერთი და იგივე პრობლემას ასკდება და რაღაცნაირი ისეთი მანკიერი წრე იქმნება და მე ვფიქრობ, რომ რაღაც ერთი კონკრეტული სტანდარტის შემუშავება, რომელზედაც მე ნელ-ნელა ავეწყობით, მივეჩვევით, ხო, თავიდან ყველაფერი გვიჭირს, მაგრამ მე ვეჩვევით, რომ სტანდარტი უნდა დავიცვათ და ჩვენსკენ კი არ ჩამოვწიოთ მარჟა, არამედ პირიქით იმ აწეულ მარჟასთან ავხტეთ და მივაქციოთ იქამდე. ამას მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ მონდომება ჭირდება და ისე ვამბობ, რომ შეიძლება არსებობდეს ეს რაღაცა ძალიან მკაცრი ალბათ მოთხოვნა პროფესიული ასოციაციების მიმართ, რომ მართლა რეალური საქმე გაკეთდეს ამ მიმართულებით და კლინიკურ საქმიანობაში თუ კვლევით საქმიანობაში მათი მხრიდან მაქსიმალური იყოს ხელშეწყობა და მეორე მხრივ უნივერსიტეტების მიმართ, როგორც თქვენ ბრძანეთ, რომ იყოს ძალიან მკაცრი ფილტრი, როგორც ეძახიან და ამ ფილტრს ვინც გაივლის, ხომ კარგი ვინც ვერა და ნუ არ არის აუცილებელი, რომ ყველამ დაამთავროს ალბათ უმაღლესი სასწავლებელი თუ ვერ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს. თუმცა აქ არის ერთი საინტერესო კიდევ ფაქტორი, რაც მე მინდა ახსენო უკვე როგორც თქვენი მხრიდან გარკვეული რჩევა იმ ახალგაზრდებისთვის ან თუნდაც იმ კოლეგებისთვის, რომელსაც სწორედ ეს ერთ წრეზე სიარული უწევთ, თუმცა გარკვეული ძალიან საინტერესო მოსაზრებები, ჰიპოთეზები და იდეები აქვთ. თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, აი როგორ უნდა მოიქცეს ექიმი, რომელსაც სურვილი აქვს ისწავლოს მეტი. თქვენ ორივემ შეძელით და თავის დროზე ევროპაშიც, ამერიკაშიც მოახერხეთ გარკვეული სტაჟირებების, სწავლებების გავლა, სამაგისტრო იქნებოდა, სადოქტორო და სხვა. გარკვეული პროგრამების დაფინანსება მოიპოვეთ, როგორც მახსოვს, ფოგარტელი ხართ თქვენც მაიკო, ხო? ბატონ გიას ისტორია ძალიან საინტერესოა საერთოდ, ხო? როგორც ვიცი, ეს ალერგოლოგია, იმუნოლოგიიდან დაიწყეთ და სამეცნიერო ფიზიკა, კიბერნეტიკის მიმართულებით და ბიოსტატისტიკის მიმართულებით ძალიან აქტიურად. ანუ აი ძალიან საინტერესო წარიმართა თქვენი ორივე ცხოვრება და ჩემთვის ძალიან საინტერესოა ასევე და სასიამოვნო რომ ესეთი სამედიცინო ოჯახი შექმენით, რომელმაც ფაქტობრივად პროფესიაში ერთნაირმა ასე ვთქვათ სწრაფვამ და მიღწევებმა გარკვეულწილად ალბათ განამტკიცა ეს ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად. აი ორი სიტყვით რომ შევაჯამოთ, როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს დღევანდელმა ექიმმა, რომ შეძლოს კარიერული განვითარების აი ეს გზა ეტაპობრივად წარმატებით გაიაროს, როგორც ეს შეძელით თქვენ და მე უკვე ბატონი გიაც გვეტყვის თავის აზრს.
რაღაც არ მიყვარს ხოლმე დიდაქტიკური რეცეპტების თქმა, ზოგჯერ ესე ეწყობა, მაგრამ კი, მესმის, მაგრამ იცით რა, პრაქტიკული რჩევები რომ მიიღონ. აი, რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ დაუშვათ დაფინანსება მოიპოვონ, ევროპული და ამერიკული განათლება ან სტაჟირება მოიხერხონ თუნდაც. პირველ რიგში ენა უნდა ისწავლონ, ხა ამის გარეშე სამწუხაროდ არ გამოდის და თანაც ესეც რაღაც არ არის ალბათ კარგი, მაგრამ გამოდის რომ ინგლისურია ეს ენა, იმიტომ რომ მე თვითონ თავზე გამოვიარე ბავშვებიდან ფრანგულს მასწავლიდნენ და უკვე ძალიან დიდი ვიყავი რომ ეს ენა ვიცოდი, მაგრამ მე მივხვდი რომ ეს მხოლოდ კარგია ლიტერატურის კითხვაში და ვერ გამოვიყენე და მე არჯერად ხოლმე 23 წელს ვიყავი ინგლისური ასოების სწავლა რომ დავიწყე და ინგლისურის გარეშე უბრალოდ ამ მიზნის შესრულება ეხლა დღეს შეუძლებელია რა ვიცი შეიძლება შემედაოს მაგრამ ეს ნუ ახალგაზრდა თაობაში ეგ პრობლემა ნაკლებად არის იმიტომ რომ მრავლესობა მენა ნაკლებად იცის კარგად უნდა იცოდონ ეს ერთი და ეხლა თუ თქვა ჩვენ კარგად შეგვიძლია ნავიგაცია ინტერნეტში და სულ ვეძებთ ძალიან ბევრ შესაძლებლობას გადავაწყდებით ამ დაფინანსებების მაგრამ რაღაც ბექგრაუნდი უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ანუ ესე რომ გამარჯობათ და მე თქვენთან მინდა სტაჟირების გავლა ესე ძალიან იშვიათია თუმცა არის სრულიად დამწყები და ახალგაზრდა მეცნიერების რაღაც კონკურსებიც აქა-იქ წავაწყდებთ მაგრამ უფრო ძნელია ამიტომ აი არ ვიცი ხო ეგეც ადვილი რეცეპტი ნამდვილად არ არის მაგრამ საქართველოშიც არის რაღაც ჯგუფების რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა სამეცნიერო პროექტებზე და შეიძლება იქ თქვა სტაჟიორის სახით რომ რომელიღაც სტატიაში ან ანგარიში პროექტის თუნდაც მე-5 თუ მე-7 მერვე ავტორად გაჩნდეს გვარი ახალგაზრდა მეცნიერის იქ გარდა იმისა რომ უნარჩვევებს იძენ სადღაც შენი გვარი უკვე არის და სადღაც თუ აპლიკაციას გზავნი ესე რომ მოწოდებაზე კი არა ხო სადღაც არსებობ უკვე და ნუ მათთვისაც უფრო სერიოზულობას მატებს ის რომ რაღაც ესეთ სერიოზულ ჯგუფში ნამუშევარი ხარ უკვე და მე უკვე არის აი პატარა მცირე გრანტები ჩვენთან ზოგჯერ აი განსაკუთრებით ახალგაზრდებს შემინიშნავს ხოლმე რომ მე ხა აი ამ ხელფასზე ამას არ გავაკეთებ ეს ზოგჯერ ვიცი რომ ეხლა ძალიან ცუდ რაღაცას ვამბობ და ისეთი ცხოვრებაა რომ ფინანსური мотиваცია ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ ზოგჯერ ეგრე არ გამოდის და გიწევს ეხლაც კი არაფერს ვამბობ ახლა წინა წლებზე საბჭოთა ბავშვი ვარ ალბათ და სხვანაირი მენტალიტეტი მაქვს მაგრამ ძალიან ბევრი ისეთი რამ მიკეთებია რა შეცართ არ მიხდიდნენ მაგრამ იმიტომ რომ ვფიქრობდი რომ იქ რაღაცას ვსწავლობდი მაგალითად აი ჩვენ 90-იანებში რეანიმაციის მედდად ვმუშაობდი მორიგეთ და მეორე დღეს ლექციებს დავდიოდი მაშინ ახლა ყველა ვიცით როგორი ხდიდნენ მაგრამ სულ მახსენდება ის წლები რამდენი რამე მომცა და ეხლაც აი გასაგებია რომ შეიძლება იმ ჯგუფს იმხელა ფინანსური რესურსი არ კონდეს, მაგრამ თუნდაც აი რაღაც მინიმალური ანაზღაურებით ან ინტერესის უნდა ეცადონ რომ მაქსიმალურად გაიჭირონ რაღაცები გააკეთონ, კიდევ ვიმეორებ შეიძლება ძნელია ეს, მაგრამ აუცილებელია თავიდანვე აი რაღაცნაირად მაღალი ფინანსური ანაზღაურების მოთხოვნა რაც ხშირად ეხლა ხედავთ ხოლმე ახალგაზრდა თაობაში რაც კიდევ ვიმეორებ მესმის მათიც, მაგრამ ეგრე არ გამოდის ზოგჯერ და რაღაც ცოტა გაჭირვების უნდა იყოს ადამიანს, რომელსაც არა გამოცდილება და იწყებს მუშაობა იმის ხელფასსა და იმ გამოცდილ ხელფას ადამიანის ხელფას შორის ასე რომ და ბევრი კითხვა ამას გაგებით უნდა მოეკიდო. სტატიების კითხვა არის ძალიან ერთი შეხედვით თითქოს ეს რა არის და ერთი და იგივეა ზოგჯერ მომისვენია ხოლმე სტუდენტებისგან, მაგრამ და გარჩევა მე უკვე უნდა რომელია სერიოზული და რომელი არა, იმიტომ რომ ზოგჯერ ინტერნეტის სავსეა არასოდეს და მაშინ შეიძლება დაიბადოს იდეა, კითხვა დაიბადოს და მე გაჩნდეს კითხვა და კითხვის კულტურა იქიდან რა არის სწორი ამორჩევა, ეს გადამწყვეტია თუ ჩვენ კვლევებზე ვლაპარაკობთ. ამიტომ ეს ჟურნალ კლუბების ეგრეთ წოდებული პრაქტიკა, რომელიც ზოგ უნივერსიტეტს აქვს, ზოგიერთ კლინიკასაც აქვს, მე ვფიქრობ ძალიან სწორია, იმიტომ რომ ხშირად მარტო ვერ ახერხებ, რომ წაიკითხო სტატია და კვირაში ერთხელ მაინც თუ იკრიბებიან კოლეგები და 60 სტატიას მაინც თავისი მიმართულებით ამუშავებენ, განსაკუთრებით რა თქმა უნდა მაღალ იმპაქტიან ჟურნალში დაბეჭდილს და სერიოზული ჯგუფის მიერ, აი რამდენჯერ ყოფილა რომ წაგვიკითხავს და სწორედ მაშინ გაგვჩენია კითხვა, მაშინ გაგვჩენია იდეა, მაშინ გაგვჩენია გარკვეული ჰიპოთეზა და მე უკვე ამას პროექტის სახე მიუღია და ნუ საბედნიეროდ ზოგჯერ გამოსულა რომ შესანიშნავად დაფინანსებულა და ჩატარებულა ზოგჯერ ვერა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ რაღაც ერთი საფეხურით ვიზდებით ცოდნაში ამ თვალსაზრისით. ბატონო, კი, აი თქვენ ძალიან საინტერესო კარიერული გზა გაიარეთ და მე მინდა რომ განსაკუთრებით ჩვენს ახალგაზრდა მაყურებელს და დამწყებ ექიმებს გაუზიაროთ. აი როგორ შეიძლება მივიღოთ ის განათლება, რომელიც აუცილებელია
და თუ ერთი სფეროდან დავუშვათ გადავდივართ ერთგვარად მეორე სფეროში. ეს ყოველთვის ხანდახან ბედის ამბავია, ხო? მოგვაბარეს რაღაც მიმართულება, მე ამ მიმართულებით დავინტერესდი და მთლიანად გადავედით, მაგრამ აი რა არის საჭირო იმისათვის, რომ პროფესიული განვითარების რაღაცა სიმყარე მივიღოთ და ჩამოვყალიბდეთ და მე უკვე მიმართულებით ვიმოვძებნოთ ჩვენი თქვენ კითხვა დამისვით იგივე ბიოინფორმატიკასთან, ბიოსტატისტიკასთან დაკავშირებით, ეს პრინციპში თავიდანვე მქონდა განსაზღვრული, რომ ეს მაინტერესებდა და ყოველთვის რაღაცა ნაკლული შეგრძნება მქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ ბიოლოგია, მედიცინა მაინც არ არის ზუსტი მეცნიერება. რაც აი წლების განმავლობაში ნელა სხვანაირად უყურებთ, აი ზუსტად ადამიანის გენომის გაშიფრვამ, ბიოინფორმატიკის როგორც საგნის, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებამ და სამეცნიერო მიმართულების ჩამოყალიბებამ სრულიად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა ბიოლოგიურ ასე ვთქვათ, სასიცოცხლო მეცნიერებებზე ზოგადად. ისიც უკვე გადადის გარკვეულ მათემატიკურ საფუძველზე გადადის და ეს პროცესი იყო ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო სულ თავიდანაც. ძალიან ბევრი რამ მოცნება შეიძლება წარმომედგინა, რომ რაღაცა მათემატიკაზე დაფუძნებულ ასე ვთქვათ, მეცნიერებასთან მქონოდა საქმე, როდესაც ადამიანის ორგანიზმზეა საუბარი. დღეს პირიქით ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი მიმართულება და მოდელირება ხდება მათემატიკურად. მოდელირება თავარი თვითონ სიცოცხლის არსი ზუსტად გენეტიკურ კოდს ეფუძნება, რომელიც ფაქტიურად არის ისევე ჩაწერილი, როგორც მაგალითად კომპიუტერული სისტემების კოდი, აქაც მსგავსი, ასე ვთქვათ, კოდირება ხდება. რაც შეეხება ალერგოლოგია, იმუნოლოგიას, არც დამიმდებებია თავი და კლინიკურ პრაქტიკაში ვაგრძელებ. უბრალოდ აი ჩვენი ასე ვთქვათ, საქმიანობის განმავლობაში გახდა აუცილებელი, რომ თვითონ კვლევის მეთოდებშიც ასე ვთქვათ, გადავსულიყავით პროფესიონალურ დონეზე. როდესაც არის იმის შესაძლებლობა, რომ არის ვთქვათ, დიდი ჯგუფი, სადაც ცალკე ყავს, მაგალითად ბიოსტატისტიკოსი, ცალკე ვთქვათ, კვლევის დიზაინის დამგეგმავი და ასე შემდეგ, ძალიან კარგი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში თვითონ გიხდება ამ ნაწილის გაკეთებაც, მაგალითად მაია უფრო აი კლინიკური კვლევა, ქვია იგივე ეპიდემიოლოგიას, ხო, ეს არის clinical research, ასაც ვეძახით, ამ მიმართულებით გააკეთა თავისი სპეციალიზაცია და მისი სადოქტორო პროგრამა ზუსტად იყო ეპიდემიოლოგიაში, ანუ კლინიკურ კვლევის მიმართულებაში. ბიოსტატისტიკა უფრო მათემატიკური აპარატია, რომლითაც ახდენ იგივე მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას და ასე შემდეგ და ჩვენ დროს ეს ძალიან შორს იყო ჩვენგან, ვინაიდან ეს არის სწავლებოდა იგივე თუნდაც სამედიცინო უნივერსიტეტში, სამედიცინო ინსტიტუტი ერქვა. ჩვენ ერთსა და იმავე პერიოდში დავამთავრე და კი ასე იყო ნამდვილად. და ჩვენთვის ფაქტიურად, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავედით, ეს რაღაც ისეთი ახალი მიმართულებები იყო და საინტერესო, რომელიც ავსებდა ჩვენს ცოდნას კლინიკური ფუნდამენტური სამედიცინო ცოდნის დამატება იყო და შინაგანად მოთხოვნილება გქონდათ, ესე გამოდის თქვენ რომ რაღაცა ამ მიმართულებით შეგევსოთ ცოდნა. დიახ, არის ესეთი მიდგომაც, ერთია საჭიროება და მეორეა როცა რაღაცა მოგწონს, გიყვარს, გიზიდავს. ზოგს აინტერესებს მარტო თქვა კლინიკური პრაქტიკა, მაშინ უნდა გაითვალისწინოს, რომ ის უნდა მიყვებოდეს ვიღაცის მიერ დაწერილ წესებს, ხო, გაიდლაინებს, ანუ კი ბატონო. თუ კი გინდა უფრო მეტი, რომ შენ თვითონ მონაწილეობდე, ხო, ამ ახალი ინფორმაციის შეგროვებაში, მის ანალიზში და შემდეგ უკვე პრეზენტაციაზე, ამ შემთხვევაში უნდა იყოს მეორე მხარეც, ну, შეიძლება ზოგს არ აინტერესებდეს ასეთი ორივე მხარე და პრინციპში ჩვენ დავემთხვიეთ, რომ ეს ორივე მხარე ჩვენთვის საინტერესო იყო და ამას თავისი პრაქტიკული გამოსავალიც აქვს, რომ მე შემდეგ უკვე შენ თვითონ ქმნი რაღაც
პროპოზალს, ასე ვთქვათ, ამ კვლევის ახალი იდეას, რომელსაც შემდეგ დაგიფინანსებენ ან არა. მაგრამ უკვე იცი რა მასალა გჭირდება, რა მეთოდები გჭირდება, ხო, როგორ უნდა დაამუშავო მონაცემები. არის კითხები სხვას, არა, ესეც ხო ალბათ სასიამოვნო პროცესია, როცა კვლევის დიზაინში ეჭვი არ გეპარება და სარწმუნოება იცი რომ მაღალი ექნება, ასე თუ ჩაატარებ და არა ისე, ნუ ესეც ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყოველთვის ვერ კითხავს სხვას, არ არის. თუმცა ეს დავამატებ, რომ იმ ექიმებსაც კი, ვისაც მხოლოდ კლინიკური პრაქტიკა აინტერესებს, ეს ძნაპატივსაც ემია, რა თქმა უნდა, რაღაც მინიმალური უნარჩვევები მაინც უნდა გქონდეთ, იმიტომ რომ ხო, სტატიის წაკითხვის დროს თუ რაღაც მინიმალურად არ იცი, რას ნიშნავს თქვათ ის სარწმუნოების მაჩვენებელი იქნება თუ შანსების თანაფარდობა და რაღაცა იქიდან ვერ გამოიტან კარგად და ჩვენ ვხედავთ ახლა პანდემიამ იმდენი რამე გვასწავლა და ერთ-ერთი ეს არის რომ გაიდლაინი სანამ წამოგვეწია ჩვენ იძულებული ვიყავთ უკვე ეს ნევროზამდე ვიყავ მისული რომ არ გამომრჩენოდა სტატია იმდენი ახალი ბეჭდებოდა იმიტომ რომ სხვა გზა არ ქონდა დავრჩით თქვა რაღაც უცხო მტერთან ესე პირისპირ და სად იყო არავითარი გაიდლაინი ხო თუ კი რამე ქვეყნდებოდა ესე ვისრუტავდით რომ რაღაც ახალი გაგვეგო და იმ დღისთვის რა იყო და ეს უნარჩვევები მაინც უნდა გქონდეთ მე ვფიქრობ კლინიცისტებს რომ სწორად წაიკითხონ და თან რაც ვთქვი იმდენი მასალა იყო რომ იქიდან რაციონალურად ამოღება რა იყო კარგი და რა არა ეგეც ძალიან რთული იყო და ამ დონის განათლებას მაინც უნდა ვაძლევდეთ ჩვენ სტუდენტებს რომ ენდოს რომელს დაეყარდო და წაიკითხოს შინაარსიანად ის სტატიები მხოლოდ გაიდლაინების კითხვით მე მგონი რომ არა რა თქმა უნდა და აი ბატონო რა მინდოდა იცით რომ კიდევ მაინც აგვენიშნა განსაკუთრებულად როდესაც ჩვენ საუბრობთ ახლა კლინიკურ პრაქტიკაზე და სამეცნიერო შრომაზე და ამ ყველაფრის რა თქმა უნდა ერთმანეთთან კავშირზე მე ვფიქრობ აი თქვენ განსაკუთრებით ახლა უკვე თანამედროვე გენომი თავის ტვინის მუშაობის სპეციფიკა ზოგადად ნერვული სისტემის კომპიუტერიზაცია, ბიოსტატისტიკა, სამეცნიერო ფიზიკა, ეს ყველაფერი კიბერნეტიკა მით უმეტეს რაშიც ახლა თქვენ მათემატიკური მოდელირება უამრავი რამ ვახსენეთ ახლა თქვენთან ერთად ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე რომ 21 საუკუნის მედიცინა ნუ უკვე ძალიან შეიცვალა და ძალიან მალე სულ რამდენიმე წელიწადში აღარ ვსაუბრობთ 10 წელეულებზე სულ სხვა სახით შეიძლება წარმოდგეს და ეს აქცე ტრანსლაციური მედიცინა გქონდა სადაც გაერთიანებული იქნება აბსოლუტურად ყველა სასიცოცხლო მეცნიერება, აბსოლუტურად ზუსტი მეცნიერებები გეთანხმებით და აი აქ მაინტერესებს თქვენი აზრი, როგორ ფიქრობთ? აი რაღაც 5-6 წელიწადში რა იქნება ეს ძირითადი ცვლილება, რასაც უნდა აუყვეთ დიაგნოსტიკაში თუნდაც, იმიტომ რომ ხა ხელოვნური ინტელექტის ძალიან დიდი დოზით შემოცვლაც ხდება და შეიძლება დიაგნოსტიკაში უკვე სიმპტომები ჩააგდოს ელემენტარულად რომელიღაც აპლიკაციაში თავისი ანალიზის პასუხები პაციენტმა და თვითონ აპლიკაციამ ამოუგდოს დიაგნოზი, ხო? აი ელემენტარულად ვამბობ, მაგრამ და იგივე ნაირად თუ დიაგნოზს ჩააგდებს რომელიღაც აპლიკაცია შეიძლება მკურნალობის სქემები ამოუგდოს. აი ეს მაინტერესებს ექიმის როლი თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში როგორი იქნება. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ რა პროტოკოლს კვლევებზე დამტკიცებაზე, ინდივიდუალიზმი რო არ დაიკარგოს. თქვენ უკვე ბრძანეთ ფაქტობრივად, რომ ინდივიდუალიზმი იმაშია, რომ როგორ ვკითხულობ და როგორ ვიყენებ იმას რაც დამტკიცებულია. მაგრამ აი ეს რო წარმოვიდგინოთ უკვე არა მარტო სუფთა რობოტული ესეთი თუნდაც ცოდნის და ალგორითმულ თვალსაზრისით, არამედ გარკვეული ჯანმრთელობის ფილოსოფიის კუთხითაც და ჩვენი პიროვნული პროფესიული თავისუფლების კუთხითაც. მაიამ ახსენა ეს საკითხი რომ ადრე როცა ვიწყებდით თქვა ჩვენს განათლებას და შემდეგ უწყვეთ განათლებას, იმდენად წირი იყო ეს საინფორმაციო ასე თქვა არხი, რომ ყველანაირად ვცდილობთ მაქსიმალურად ყველანაირი ინფორმაცია ასე თქვა აგვეღოს საიდანაც შეიძლება რომ აღებული იქნას. ნუ ეს ინტერნეტის განვითარება ჩანასახოვან ეტაპზე იყო და ფაქტიურად ასე თქვა ნაბეჭდ მასალას ფუძნებოდით, ხშირად ხდებოდა რომ უნდა გადაგვეღო ქსეროქსი, ძალიან დიდი ტომეულების, ძალიან ძვირი იყო ეს წიგნები, რომელიც უცხოეთში გამოდიოდა, სამწუხაროდ ვეფუძნებოდით რუსულენოვან ლიტერატურას, რომელიც ხშირ შემთხვევაში თარგმანი იყო უცხოური, თუმცა ძალიან ბევრი წელი იყო იმის შემდეგ გასული, ამიტომ ძალიან წვალობდით თავიდან და ამიტომ თქვა ყველანაირად ვცდილობდით რომ ეს საინფორმაციო არხი მთლიანად მოგვეცვა. დღეს სხვა პრობლემა დგას.
ძალიან დიდია ის ნაკადი ინფორმაციის, რომელიც თვითონ ადამიანს ატყდება თავს. და აი ზუსტად პრობლემა არის იქიდან რაციონალური ამოღება. მე ხელოვნურ ინტელექტს უყურებ ამ კუთხით, რომ ის შეიძლება ნიშნულოვნად დაგვეხმაროს ზუსტად აი ისეთი ინფორმაციის ამოღებაში მექანიკური სამუშაოს ფაქტიურად აღარ დავხარჯოთ იმდენი დრო და რესურსები მეტაანალიზისთვის მაგალითად აღარ მივმართოთ ამ შემოქმედებით ნაწილზე გავამახვილოთ უფრო ყურადღება და არა იმ მექანიკურ ასე ვთქვათ აი მძიების პროცესზე მე იქიდან რაციონალური სამოღებაზე ვთქვათ ფეიქ და გადარჩევაში რომელიც არ არის სწორი ინფორმაცია შესაბამისად ხელოვნური ინტელექტი ძალიან დაგვეხმარებოდა ამაში ასევე იმ ექსპერტული სისტემების რეალურად ამუშავებაში რომელიც აქამდეც იყო და რასედაც ეფუძნება ეს ვთქვათ სადიაგნოსტიკო ალგორითმები ან გაიდლაინები და ასე შემდეგ მაგრამ ეს არის ძალიან დიდი მასალა აი ამ მასალის უფრო ვთქვათ დახვეწილად ამოღებაში მე ამ როლს ნამდვილად ხედავ და ეს ალბათ ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის აი მომავალი წლების განმავლობაში, რომ ადამიანი უფრო ეფექტური გახდება იმის ხარჯზე, რომ მას დამხმარე, როგორც დღეს თქვათ Google-ის გარეშე უკვე აღარ წარმოგვიდგენია, ერთი წლის წინ ხელოვნური ინტელექტზე ნამდვილად არ ვფიქრობდით, მაგრამ მომავალი წლების განმავლობაში ხელოვნური ინტელექტი ისეთივე დამხმარე გახდება, როგორც დღეს თქვათ Google საძიებო სისტემა, მაგრამ ეს ერთი დონით უფრო მაღალია და მას აქვს ფაქტიურად ასისტენტის ასე ვთქვათ ფუნქცია, რომელიც ყოველ შემთხვევაში თქვენ ასე უყურებთ მომავალში, იმიტომ რომ ვიღაცისთვის შეიძლება ეს რაღაცა პლაგიარიზმის ისიც გახდეს, იმიტომ რომ თუმცა ეს უკვე ადვილად მოწვება ანტიპლაგიატური სისტემებით, მაგრამ ისიც შეიძლება რომ ის რაშიც ჩვენ ადრე ჩვენს შრომას ვდებდით, ეხლა გამოყენებული იყოს სხვისი შრომის შედეგების გარკვეული რაღაც იმპროვიზაცია, რაღაც საშიშროები შეიძლება ამასაც ახლავს, მაგრამ მე გეთანხმებით, უფრო მეტი სიკეთის მოტანა შეუძლია ალბათ ვიდრე საფრთხეებს ან რისკებს შეიცავს და ანუ ასისტირების ფუნქცია შეიძლება, თუმცა პრაქტიკული ფუნქცია შეიძლება. მაგალითად ახლა სტუდენტებისთვის დავალების მიცემა თავის სახეს შეიცვლის, იმიტომ რომ თქვათ ესეთი მექანიკური მიცემა უკვე აღარ გაამართლებს. უკვე არ ამართლებს. თქვათ ისეთ თვისებებს, რომელიც ვერ ჩაიდება ვერანაირად ხელოვნურ ინტელექტში. ჯერჯერობით შეიძლება სამწუხაროთაც ვთქვათ, ხა ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს ადამიანის გონებას კიდევ ბევრი წელი, მაგრამ როგორც დამხმარე მექანიზმი ნამდვილად ძალიან ეფექტურ დონეზე შეიძლება აიყვანოს ადამიანის ფუნქციონირება. მეორე მხრივ სამწუხაროა ის, რომ ნამდვილად ისეთი სამუშაოები, რომელიც მექანიკურ შრომას მოითხოვს, შედარებით ნაკლებად მოთხოვნადი იქნება და ეს გარკვეულად სოციალური კუთხით შეიძლება ნამდვილად პრობლემა გახდეს ადამიანისთვის, იმათთვის, ვინც მექანიკური სამუშაოთი არის დაკავებული და ესენი შეიძლება იგივე მაგალითად თარგმანის საკითხი შეიძლება ნაკლებად დაგვჭირდეს ადამიანის ჩარევა და იყოს მაგალითად ხელოვნური ინტელექტის მიერ ისეთ დონეზე გაკეთებული, რომ ადამიანის როლი ძალიან ნაკლები იყოს. ან და იგივე თქვათ მედიცინას რო დაუბრუნდეთ, იგივე ამ გაიდლაინების რეალურად თქვათ მის პასუხის მოცემა, თქვათ დიაგნოზის მოცემა ამ ალგორითმებზე დაფუძნებით უფრო გამარტივდეს და ადამიანის ჩარევა ნაკლებად იყოს საჭირო, იმიტომ რომ ადამიანს ძალიან დიდი შრომა ჭირდება იმისთვის, რომ საბოლოო თქვათ შედეგზე გავიდეს, მაგრამ ეს დადებითი იქნება მაგალითად პაციენტისთვის. რა თქმა უნდა, რომ გაცილებით დაჩქარდება დიაგნოზის დასმის პროცესი, თუმცა ჩემთვის როგორც შინაგანი მედიცინის სპეციალისტის სწორედ დიაგნოსტიკის დიფერენცირებული დიაგნოზირების პროცესია ყველაზე სასიამოვნო პროცესი, ხო, იმიტომ რომ იქ ერთი ყველა შეიძლება 300-ზე მეტმა დაავადებამ გამოიწვიოს და შენ 60 დაავადებაზე უნდა დახვიდე და მე იქიდან ის ერთი ზუსტი
დაადგინო და ეს შეიძლება შემოქმედებითი პროცესი იყოს ამ წუთას შენთვის, მაგრამ პრაქტიკულად თუ მიუდგებით, რა თქმა უნდა, პაციენტისთვის რამოდენიმე წუთში დასმული დიაგნოზი, იმიტომ რომ შევყარე მონაცემები და გამომიგდო, გაცილებით უფრო სასარგებლო იყოს, ვიდრე ის ჩემი შემოქმედებითი ცვლა და ზედმეტი ნამდვილად. თუმცა ნელ-ნელა გაიცხრილება და აღმოჩნდება, რომ ცოდნა მაინც აუცილებელია, იმიტომ რომ ის მექანიკური პასუხი თუ შენ არ იცი ვერ გამოიყენება სწორად და ვერ მისცემ მიმართულებას. სტუდენტებიც მიხვდებიან ამას. შეიძლება სადღაც გაძვრნენ და გამოძვრნენ, მაგრამ თუ შინაარსობრივი მხარე არის, ის უბრალოდ გეხმარება, თორე ვერ ჩაგანაცვლებს ვერანაირად. კი, ნამდვილად. და აი ეს მინდოდა ზუსტად რომ გაჟღერებულიყო ამ ნაწილს ალბათ ამითი შევაჯამებთ, რომ ნებისმიერი პროგრესი, რომელიც შემოდის და ჩვენ ამას ვერასდროს ვერ შევაჩერებთ და ეს კარგიც არის, რა თქმა უნდა, რომ შემოდის პროგრესი მედიცინაში, ნებისმიერ ზოგადად ჩვენ ცხოვრებაში შეიძლება იყოს სასიკეთოთაც გამოყენებული, რა თქმა უნდა და სასარგებლოთაც და მედიცინა ზუსტად ის სფეროა, სადაც ჩვენ აუცილებლად სასიკეთოთ უნდა გამოვიყენოთ და ამის ძალიან ბევრი შესაძლებლობა არსებობს. თუმცა მე ეხლა მინდა დაუბრუნდე მაინც აი რეალურ ცხოვრებას და რახან მედიდეაში ვართ, ისე ვერ გაგიშვებთ, რომ არ გკითხოთ, როგორ გაჩნდა ნეოლაბის შექმნის იდეა. მინდა ორი სიტყვით თან აი ამ მოყოლაში ისიც აღნიშნოთ, რამხელა როლი აქვს თავშად ლაბორატორიულ მედიცინას და რატოა მნიშვნელოვანი, რომ დადასტურებული იყოს ამა თუ იმ კვლევის შედეგით, ხო, ამა თუ იმ სიმპტომზე და სინდრომზე კი არ იყოს და კლინიკურ, ასე ვთქვათ, ქულათა შეფასების სისტემაზე დაფუძნებული მარტო ჩვენი დიაგნოზი, არამედ შეჯერებული იყოს და მართლა იყოს კლინიკო-ლაბორატორიული, ხო და ინსტრუმენტული კვლევის შედეგებზე დაფუძნებული და როგორ განვითარდა შემდგომში თქვენი ეს ასე ვთქვათ საქმიანობა, რომელსაც ნეოლაბი ქვია და რა არის დღეს ეს თქვენთვის? ეს დაახლოებით 2000 წელს დაიწყო. დასაწყისი ცოტა არც თუ ისე რომანტიული იყო იმ მხრივ, რომ ჩვენ ორივე სამსახურის გარეშე დავრჩით რაღაც მისნაური მიზეზის გამო და მე ვიფიქრეთ, რომ აი ძალიან მოწონს ხა მაშინ მაგაზე არ მიფიქრია, მაგრამ მე ვხვდები ხოლმე ჰარვარდის ერთ-ერთი სლოგანია, რომ ჰარვარდ დამთავრებულები სამსახურს კი არ ეძებენ, ქმნიან სამსახურს. ანუ ეს მიაჩნიათ მათ ძალიან პრესტიჟულად. ჩვენ ესე გამოგვივიდა რაღაცნაირად. ჰარვარდი არ დაგვიმთავრებია, მაგრამ აი ჩვენ ერთი რაღაც ონკანებდამძვრალი ოთახი იყო, სადაც მოვხვდით მაშინ და ვიფიქრეთ, აი რა უნდა გვექნა და ძალიან დიდ პროექტ შევეჭიდეთ, მაშინ განაცხადი გავაკეთე და ეს სენსაციური რაღაცა მოხდა, მივიღეთ უზარმაზარი დაფინანსება პირველივე მცდელობაზე და ასე აეწყო პირველი ლაბორატორია. და შემოვიკრიბეთ ის ადამიანები, ვისაც ვიცნობდით და ესე თვლიდით, რომ ესე ნოლიდან დაწყებისთვის მზად იყვნენ და თანდათან აი ესე ნელ-ნელა წავიდა, ნუ ჯერ არასამთავრობო ორგანიზაციის სახე ქონდა და მხოლოდ პროექტებზე მუშაობდა და ესე ძალიან რეკლამირებულები არ ვიყავით და მე ნელ-ნელა გამოიყო ცალკე კლინიკა და ეხა უკვე მარტო ლაბორატორია არ არის მულტიპროფილური ამბულატორიული კლინიკა, მაგრამ თავარი პრინციპი მაინც იგივე აქვს შენარჩუნებული, რომ პარალელურად მიმდინარეობს სამეცნიერო კვლევები. ეს გარკვეულწილად გვაძლევს საშუალებას ცოტა თავისუფლების, რომ არ ვიყოთ გინდა თუ არა რაღაც ფინანსებზე ორიენტირებული კლინიკის ნაწილშიც, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ვიცით, რომ ძალიან რთულია სამედიცინო ბიზნესის წარმოება, თუ ამას როგორც მარტო ბიზნესს უყურებ და როგორც ხო, იმიტომ რომ ეგრე არ ნუ ყოველთვის ჩვენ ამის უნარჩვევები ნაკლებად გაგვაჩნია და ამიტომ ის რო ვთქვათ ფართოვდება, უფრო მეტად არის იმის ხარჯზე, რომ პარალელურად ჩვენი თანამშრომლების დიდი ნაწილი სწორედ სამედიცინო კვლევებშიც არის დასაქმებული და ჩვენ ეგეთი მოდელი გვქონდა, რომ აი ჩვენ როცა სტუდენტებს ვასწავლეთ, საუკეთესოებს ვიტოვებდით ხოლმე ჩვენთვის და ძალიან ვამაყობთ მაგით, რომ ძალიან კარგი სტუდენტებისგან შედგენილი საკადრო რესურსი ძალიან მნიშვნელოვანია. შეიქმნა და ყოველგვარი ნეპოტიზმის გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესე იქნება და დღესაც ეს გრძელდება. რა თქმა უნდა, ზოგიერთი მათგანი მე კიდე უფრო კარგ და მათთვის პრესტიჟულ თქვათ რაღაც პოზიციებს შეიძლება პოულობს ჩვენგან გადადიანდიახ და მე ახალი სტუდენტები ენაცვლებიან ეს პროცესი სულ მიდის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის ხალხი მუშაობს, ვინც ჩვენ ძალიან მოგწონს და ამიტომ ამით ეს არის ჩემი აზრით ყველაზე მთავარი და კიდევ ვამბობ, ახლა ჩვენ აქ არ არის რაღაცა ძალიან ცივი ბიზნეს, გრანდიოზული ბიზნესის
სქემა, ეს არის კლინიკა, რომელიც პარალელურად თან აი ამ სამეცნიერო კვლევებით ცდილობს თქვენს პროფესიულ მოთხოვნილებას, როგორც პრაქტიკულ, ისე სამეცნიერო სფეროში აკმაყოფილებს და ასევე თქვენ უქმნით პირობებს იმ ადამიანებს იმუშაონ თქვენთან, ვისაც ეს აინტერესებს. და ამასთანავე ვფიქრობ, ეს საზოგადოებისთვის და პაციენტებისთვის არის ძალიან სასარგებლო, იმიტომ რომ მან იცის, რომ მოვა რა დაუშვათ თქვენს კლინიკაში, აქვს გარანტია იმისი, რომ ექნება სწორი დიაგნოზი და სწორი მკურნალობა დანიშნული, ხო? აი, ამ შემთხვევაში მე მაინტერესებს უკვე არა მარტო მხოლოდ პრაქტიკული და სამეცნიერო მნიშვნელობა თქვენი ცენტრის, აი ბატონ გიას მინდა ამასთან დაკავშირებით ვკითხო კიდევ. არამედ აი სწორედ იმას, რაზეც ჩვენ ახლა საუბრობდით, ანუ მომზადება მომავალი კადრების და იმ პირობების შექმნა, რომ ისწავლონ აქ საქართველოში და ნუ რა თქმა უნდა, მე თუ საჭიროდ ჩათვლიან, უცხოეთშიც გაემგზავრონ, მაგრამ ჩემთვის აიცით რა არის ყოველთვის გულდასაწყვეტი, რომ რაღაც ახალი რო ვისწავლოთ, უნდა წავითეთ. შეიძლება პატარა ქვეყნის ბუნებრივია და ამისგან რა თქმა უნდა ტრაგედიას არ უნდა ვქნიდეთ, პირიქით წავიდეთ, ვისწავლოთ და ჩამოვიდეთ და ესე ჩვენ ქვეყანას მოვახმართ, მაგრამ ბევრი რჩება უცხოეთში. აი რა შეიძლება გააკეთეთ ესეთი კუნძულების გამოყენებით, რომელთაგან ერთ-ერთი თქვენი მშვენიერი კუნძულია, ხო, ნეოლაბი, რომ მოვახერხოთ აქ შევქმნათ ესეთი ცენტრი, სადაც აქ ისწავლის და მიიღებს იგივე დონის განათლებას, რასაც ევროპაში ან ამერიკაში მიიღებთ. აი, რამდენად არის შესაძლებელი თქვენთან. როგორ ფიქრობთ? კი, ნუ უნდა გითხრათ, რომ აი ორჯერ ვიყავით ხანგრძლივად ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხანგრძლივად ვიყავით ასევე საფრანგეთში. და ფაქტურად სამჯერ გამოგვივიდა, რომ დაუბრუნდით საქართველოში და აქ ნუ ყოველთვის ესე ხვდებიან, რომ რატო ჩამოხვედით. რა გინდოდათ? რა გინდოდათ, რატო იქ ვერ შეძელით დარჩენან. უბრალოდ თავიდანვე ყოველთვის რამდენიც წავედით, არ გქონდა თქვა ისეთი განწყობა, რომ სამუდამოდ მივდიოდით, იმიტომ რომ არ ვიცი, ჩემთვის და მაიასთვისაც ალბათ ძალიან ძნელია ამის წარმოდგენა, რომ აღარ დაბრუნდები. მე ავიცი ძალიან დიდი სურვილი მექნებოდა, რომ ჩვენგან წასულია ეს ნამდვილად საუკეთესო ახალგაზრდები, აი ამ განწყობით წავიდნენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ გარშემო გეტყვიან, რომ სულელი ხარ, რომ უკან ჩამოდიხარ, მაინც ნამდვილად ღირს აქ ჩამოსვლა, ვინაიდან აქაც არის თქვათ ის ნიშა, რომელიც არ არის შევსებული და გაცილებით უფრო მეტი არის სამწუხაროდ ესეთი цариელი ნიშები, სადაც შეიძლება გაცილებით უფრო მეტი გააკეთო, ვიდრე თქვა ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, სადაც აწყობილია ყველაფერი და იყო თქვა ჭანჭიკი ამ დიდი მექანიზმისა, რომ თქვა ფინანსურად უკეთესად ახარ სახლი გაქვს და მანქანა გაქვს, ნელ-ნელა აქაც აღარ არის ეს უკვე თქვა უცხოხილი და შეიძლება გაცილებით უკეთესად იყო აქ და შეგზნება რასაკვირველია სამშობლოში ხარ შეიძლება შეგზნება რასაკვირველია გაცილებით უკეთესია რომ აქ ხარ და აქ აკეთებ რასაკვირველია ჯერჯერობით კვლავ რჩება ძალიან ბევრი წინააღმდეგობა ბიუროკრატიული სისტემა და ნუ ამ ბოლო პერიოდში ძალიან დიდი შიშით უყურებთ იმ კანონმდებლობებს რომლებიც რაღაცა ელვისებური სისწრაფით ხდება მიღება და ნამდვილად ეს დაუშვებელია, რომ ისეთ ხალხს, რომელიც ჩამოსულია და ჩამოაქვს დაფინანსება, ვთქვათ, უცხოეთიდან დაერქვას უცხო ძალის გამტარებელი. არა, ეს არის ჩვენ ქართული საქმე კეთდება, ვაკეთებთ, მაგრამ ამისთვის რასაკვირველი უნდა გამოვიყენოთ მსოფლიო რესურსები. ეხლა თუ ვთქვათ, მე ინტერნეტში შევდივარ და მარტო ქართულ რესურსს არ ვიყენებ, ეს არ ნიშნავს, რომ მე ასე ვთქვათ, უცხო ძალის ინტერესს ვახორციელებ, ეს მარტო ხო ფინანსური მასზე არ არის, მაშინ უნდა ჩაიკეტო შემდეგი ეტაპი ალბათ მაგი იქნება, რომ ჩაიკეტება საინფორმაციო საშუალებებიც, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში იდეა გაცილებით უფრო ღირებულია, ვიდრე ხელფასი, რომელსაც იღებ შესაბამისად, თუ ესე წავიდა, ლოგიკური გაგრძელებაა, რომ იმ იდეისთვის, რომელიც არის, ვთქვათ, დასავლეთიდან წამოსული, ამისთვის, მხოლოდ ამისთვის და არა მარტო ფინანსებისთვის დაერქვას ადამიანს უცხო ძალის გამტარებელი ეს. ყოველად მიუღებელი. იმედია ასე არ განვითარდება მოვლენები, მაგრამ შესაბამისად თუ ასე განვითარდა, რასაკვირველია, ყველას გაუჭირდება
იმის განხორციელება, რაზედაც ჩვენ საუბრობთ და ნამდვილად ამ მიმართულებით არ უნდა წავიდეს საზოგადოება და იმედი მაქვს, რომ ეს მხოლოდ დროებითია. და რაც შეეხება წინააღმდეგობის რასაკვირველია საქართველოში მეტი წინააღმდეგობა იქნება ვიდრე თქვა სხვაგან აწყობილ ქვეყანაში და ბევრ შემთხვევაში ეს გვაძლევს ხოლმე იმის ძალას რომ რაღაცა ვაკეთოთ ზოგჯერ იძულების მეთოდით თუ რაღაცა არ გაგიჭირდა ისე თქვა ვერ მიაღწევ რაღაცას ხშირ შემთხვევაში ასეა. წინააღმდეგობების დაძლევაც საინტერესოა ერთგვარად და ზოგჯერ სიახლე უცხოდ არ გრძნობ თავს აი ეს არის მთავარი კი შენი ქვეყანაა მაინც ამერიკაში დოქტორანტურაც იქ დავამთავრე თითქოს და თითქოს აი ყველა საშუალება იყო იმისი რომ იქ საზოგადოებაში დამგვემკვიდრებინა თავი და ნუ ამერიკა თან ის ქვეყანაა სადაც უცხოდ არ გრძნობ ჩასული თავს მაგრამ ну ეს საფრანგეთში განსაკუთრებით გრძნობდი უცხოდ თავს და ამერიკაში გრძნობდი მაინც უცხოდ თავს აი ეს გრძნობა არ გშორდება რაღაცნაირად აქ შენია ვიღაცას ეჭუბები თუ ემეგობრები ესეც შენ ენაზეა და რაღაცნაირად შენია ყველა და ყველაფერი გარშემო და ძალიან კაი შეგნება. აი საინტერესო თემაა, იცით ეს მე ვფიქრობ რომ ეს არ არის მარტო ის რომ უცხოდ გრძნობ თავს და აქ სამშობლოა მე ვფიქრობ რომ როდესაც ძალიან ბევრ რაღაცას სწავლობ, იძენ, აკეთებ, გინდა შენ ხალხს და შენი ას მოახმარო და არ დაიფანტოს ეს და არ კი რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში პაციენტია სადაც არ უნდა იყოს ჩვენი პროფესიის ადამიანებისთვის ყველასთვის სიკეთის და სარგებლის მოტანა ჩვენი ასე ვთქვათ ეთიკური მორალური და პროფესიული ვალდებულება მაგრამ სხვა სიამოვნებაა რა თქმა უნდა სხვა მორალური უკუგება როცა შენს გაჭირვებულ მით უმეტეს თანამემამულეს ეხმარების სწორი დიაგნოზით სწორი მკურნალობით და ქართულ სტუდენტს როცა ასწავლებ და ქართულ ახალგაზრდა მეცნიერს როცა აყენებ გზაზე და აი ჩვენი სამწუხაროდ გადაცემის დასასრულს უკვე იმიტომ რომ ძალიან ბევრ თემაზე შეიძლება თქვენთან რა თქმა უნდა დაუსრულებლად საუბარი და იმედი მაქვს რომ კიდევ მოგვეცემა მე ამის საშუალება მაგრამ დღეს უბრალოდ მიზანი იყო ცოტა სხვა კუთხითაც გაგვეცნო საზოგადოებისთვის თქვენი თავი, იმიტომ რომ ერთია, როდესაც გაგიცნობენ უკვე რაღაცა შედეგების წარმოდგენით, მსჯელობით და მეორეა, როცა გაიგებე რამხელა გზა გაიარეთ თქვენც რომ აქამდე მოსულიყავით, რამდენი ძიება, სწავლა, გატეხილი ღამეები, ძალიან რთულია, ხო, თან ოჯახი, შვილების გაზრდა და ასე შემდეგ და მეორე მხარეა კიდევ ის რომ რაღაცა გარკვეული რჩევები, გარკვეული მითითებები მიიღონ, ვინც ყურადღებით მოგისმენდათ დღეს მიხვდებოდა როგორ უნდა მეტნაკლებად წარმართონ თავიანთი ცხოვრება და რა თქმა უნდა мотиваცია რომ თურმე შეიძლება უკანებ დავძრავი ოთახით დაიწყო საქმე და მიაღწიო წარმატებას, მაგრამ დასასრულს მაინც მინდა რომ ესეთი უფრო რომანტიკულად დავასრულოთ ასე ვთქვათ ჩვენი გადაცემა და ასეთი რამ მკითხოთ, რას ნიშნავს, როდესაც ცოლ-ქმარი ერთსა და იმავე საქმეს ემსახურება. ამყარებს ეს უფრო მეტად სიყვარულს, ურთიერთობას, თუ გარკვეულწილად შეიძლება ხელს უშლის. აი, აქვს ამას მნიშვნელობა, რომ თქვენ ერთი პროფესიის ადამიანები ხართ. პოზიტიური მხარეც აქვს და ნეგატიურიც. მართლა ხო? კი, პოზიტიური ის არის, რომ ხარდამჭერი ყავს გვერდზე, რომელიც და ესმის ისთვის იწვი. და ჩვენ რეალურად ხა ბევრჯერ გვითხოვს ხოლმე, რომ ესე ორი რო არ ყოფილიყავით, ალბათ ცალ-ცალკე ასე გაგვიჭირდებოდა. ну მინუსი ის არის, რომ რაღაცნაირად თითქოს მთლიანად შეპყრობილი ხარ საქმით. ხანდახან ბავშვები ბრაზდებიან ხოლმე, რომ სულ ხარ შეიძლება სამსახურზე ვაპარაკობდეთ, იმიტომ რომ რაღაც სულ ერთი და იგივე გიტრიალებს თავში და სულ მაგით ხარ მოცული და ხან ანუ სამუშაო დღეს არ მთავრდება სამუშაო ხო და ხან ეს გადადის რაღაც სამსახურეობრივ იმაში ასე ვთქვათ პოლემიკაში და ეს დაუსრულებელია ხოლმე და შეიძლება ეს უარყოფით ხარად ჩავთვალოთ, მაგრამ სულ მაგას ვამბობ, ჩვენ რომ ესე ორი ყოფილიყავით ამ პრობლემებთან შეჭიდებულები, ანუ ენერგიების გაერთიანება გრანდიოზულ წარმატებებს არ მიგვიღწევია, მაგრამ რასაც მივახციეთ, ეს ალბათ მეტწილად ამის დამსახურება. ძალების გაერთიანების დამსახურება. ადნაგია თქვენ როგორ ფიქრობთ? ხო, ну მე გაცილებით უფრო მეც წუწუნებ. აი და სულ ვეუბნები რომ სამსახურშიც, სახლშიც და კონფერენციებზე სამზე უნდა გავამრავლოთ ის წლები, რაც ერთად გავატარეთ, უკვე 25 წელი შეგვისრულდა, ვეუბნები რომ 75 წელი გვაქვს ერთად გატარებული და მართლაც ესეა, თუმცა აი მათემატიკა
მიდგომა. ისე რომ საკმაოდ მძიმე არის, განსაკუთრებით ალბათ მამაკაცისთვის, მაგრამ მეორე მხრივ რასაკვირველია ასე ვთქვათ, ესე რო არ იყოს, არ შედგებოდა თქვათ ეს ტანდემი. კი ბატონო, ტანდემი, ნუ ძირითადი მიმართულება მაინც ერთი გვაქვს, თქვათ, ვავსებთ ხშირ შემთხვევაში ერთმანეთის ცოდნას, ეხა იგივე ინფექციური სპეციალისტია, მე ალერგოლოგია, იმუნოლოგია ძალიან დაკავშირებულია ერთმანეთთან და აი ბევრი სამეცნიერო კვლევა გვაქვს ზუსტად ამის გადაკვეთთან ინტეგრირებაზე, ხო. ინფექციური აგენტების მიმართ როგორი არის იმუნოლოგიური პასუხი, როგორი არის თქვა გრადობა ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა ინფექციური აგენტების მიმართ და ეს არის ის თქვა სამეცნიერო მიმართულება, რაც ერთ-ერთი მთავარია თქვა ჩვენს კვლევებში. და ძალიან მნიშვნელოვანია. აი მაგალითად ეპიდემიოლოგიაში, ბიოსტატისტიკაში და ხშირ შემთხვევაში ამ ვიწრო სპეციალობების ერთად გაერთიანება გვაძლევს თქვათ იმის საშუალებას, რომ კონდეს სრული თქვათ სპექტრი, ის რაც გვჭირდება იგივე სამეცნიერო. და სრულად ახლებური კომბინაციები შეიძლება წარმოვიდეს, ის რაზეც დაუშვათ ცალკე არ იფიქრებდით ამ შემთხვევაში. იდეის სახით იბადება. ქალიშვილიც ასე თქვათ ჩაება უკვე და უკვე დაიწყო. ეს მინდოდა ეხა მეკითხა, რამდენად გავლენას ახდენს შვილებზე ის ფაქტორი, რომ მშობლები არიან. მე ყველანაირად ვცდილობდი, რომ მე თქვა, რომ არ წახვიდე მედიცინაში, წადი ხელოვნებაში. მაგრამ ნუ არ დაგვიჯერა და ხშირად ძალიან აწუხებდა ეს ფაქტი, რომ როდესაც სწავლობდა ტვილდიანიაკს ეხა დაამთავრა ზუსტად წელს და სულ ამბობდა მალავდა ხშირ შემთხვევაში, მაგრამ მაინც გამოიცნობდნენ ხოლმე ლექტორები, რომ შენ ამის შვილი ხარ, შენ ორივე თუ გამოიცნო, მაშინ ძალიან მესმის, იმიტომ რომ თავისი სიტყვის თქმა უნდა მედიცინაში. რომ იმის გამო არ უნდა დამიწერო ნიშანი, რომ თქვენი შვილი ვარ და თუმცა საბედნიეროდ ტვილდიანში ასე არ ხდება. არა, ხდება ნამდვილად ვერ ხდება. ეჭვები ქონდა, რომ აი ხო არ იყო ჩემი მიმართ უფრო კარგად განწყობილი ლექტორი ამის გამო და ეს სულ თუმცა შინაგან სიამაყესაც იწევს, რა თქმა უნდა. ისე ჩვენ რო გვეყურა, ესე გადაწყვიტა თავიდან რომ ფსიქიატრიაში. ჯობია. იმიტომ რომ ხედავდა როგორ ჩხუბობდით სახლში ასე ვთქვათ სამსახურის თემებზე ხშირად გვაქვს ხოლმე ეს გარჩევები და ამიტომ გადაწყვეტა ფსიქიატრია, მაგრამ ბოლო ასე ვთქვათ გადაწყვეტილება მაინც ნევროლოგიისკენ გადაიხარა ეს. ხო, ნუ ეს ფსიქონევროლოგიური ზოგადად ეს საკითხები, სადაც თანამედროვე მედიცინაში იმდენად განსხვავებული კუთხით წარმოჩინდა უკვე იმის გარაც ჩვენ ვისწავლეთ, რომ არ მეკვირს თანამედროვე ახალგაზრდებს უკვე ნევროლოგია აინტერესებთ უკვე სულ სხვა მიზეზის გამო ვიდრე დაუშვათ. ჩვენ გაინტერესებდა და კიდე საინტერესო რა შეიძლება მას გვეცნობიერად იმის სურვილიც აქვს, რომ ხელა მართლა თქვენი ხელით აგურაგურო შექმენით, რაც შექმენით, არა შობა დიდია თუ პატარა, თქვენთვის ის დიდია, თქვენთვის ის თქვენი სამყაროა. ალბათ ამ სამყაროს თავისი გამგრძელებელიც რო ყავდეს, ამ პასუხისგებლობასაც გრძნობს შეიძლება გვეცნობიერად ეს სურვილიც აქვს, ხო? თავიდან უნდა დაწყება, მაგრამ ვარწმუნებთ, რომ რაღაცა დონიდან ისევ თავიდან იქნება, ოღონდ რაღაცა საფუძველი მართლა გამოიყენოს კი რა და შეავსოს. მაგრამ ერთი ოჯახის წევრი განსხვავებულია ცხოველთა სამყაროს ჯანმრთელობაზე იზრუნვის. ძალიან მნიშვნელოვანია სხვათა შორის და საინტერესოა, იმიტომ რომ მაინც ჯანმრთელობას უკავშირდება, ოღონდ გამოდის რომ მისთვის ეს სამყარო ნამდვილად უფრო ესეთი სრულყოფილია იმ შემთხვევაში, თუ მარტო ადამიანს არ განიხილავს ამ სამყაროს ცენტრში და მისთვის ის დანარჩენი ცოცხალი სამყაროც მნიშვნელოვანია, რომელიც ჩვენ ძალიან გვიყვარს ნამდვილად და გვჭირდება, ცხოველები იქნება, მცენარეები იქნება, თუ ზოგადად ნამდვილად ბიო ეკოსისტემა წარმოუდგენელია მხოლოდ ადამიანის განხილვით. ოჯახში ვეტერინარი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მე ვფიქრობ, იმიტომ რომ აი თქვენ როგორც ბრძანეთ, რომ კომბინირება ხდება ხანდახან, მე მომავალში შეიძლება მაინც მოხდეს ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაჩნდეს ახალი იდეები და ნევროლოგიური და ფსიქიატრიული პრობლემების შესწავლის დროს მედიცინა მიდის აი One Health-ი და არქვეს და კი ბატონო, ვეტერინარია და ადამიანის ჯანმრთელობა კი ბატონო და აი სწორედ ამიტომ ვახსენე ეს თემა და არ არის გამორიცხული, მე დაძმამ აი რაღაცა კომბინირებული დები ბოდიში
რატომღაც მეგონა რომ მეორე ბიჭუნა გყავდათ. ძალიან საინტერესო იქნება დედმამიშვილების ესეთი ალბათ მცდელობები რომ ახალი პროექტები ჩაიფიქრონ და განახორციელონ. და კიდევ ერთხელ ვამბობ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მწყდება გული რომ უნდა დავასრულოთ ჩვენი გადაცემა, არ შემიძლია ძალიან მოკლედ არ კითხოთ იმის შესახებ თუ ბევრმა უკვე იცის მაიკო თქვენი ძალიან სასიამოვნო კომპოზიციები მუსიკალური არა მარტო დაწერა, არამედ შესრულებითაც იცი ძალიან და თვითონ ის კლიპებიც რომელსაც თქვენ გვიზიარებთ ხოლმე და დიდი სიამოვნებით განსაკუთრებით საღამოსილის წინ დიდი სიამოვნებით უსმენ ხოლმე. უბრალოდ მე თვითონ მაქვს ეს ძალიან დიდი ინტერესი პიროვნულად, აი პროექტიც კი მაქვს ესეთი მე და არტ პროექტი, სადაც ვამტკიცებ იმას, რომ მედიცინის და ხელოვნების კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის მედიკებისთვის მით უმეტეს, თუმცა არანაკლებ ხელოვანებისთვის ალბათ იმიტომ რომ ცოდნა ადამიანის გრძნობების და ორგანიზმის და აგებულების და ასე ვთქვათ თავისებურებების, თუნდაც აი სწორედ ნეიროფსიქიური პროცესების, ემოციური, ასე ვთქვათ ინტელექტის და რაღაცა დეტალების, ასე ვთქვათ, ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ხატრობის, ახლა წარმოუდგენელი ანატომიის ცოდნის გარეშე ხო, ძალიან ხშირად ვინც მით უმეტეს ადამიანის ხელს და პორტრეტებს ხატავს, მიმიკებს და ასე შემდეგ. მაგრამ აი თქვენთვის ჩვენ არ ვდაუთ მედიცინის და ხელოვნების მნიშვნელობაზე ერთმანეთის მიმართ, მაგრამ თქვენთვის პიროვნულად რა არის ეს განტვირთვა, გაქცევა, კუნძულია, რაღაც ნავსაყუდელია თუ ფაქტობრივად ერთ-ერთი ისეთი დამატებითი საქმიანობა, მუსიკალური ცხოვრება თქვენი. როცა ლაპარაკობენ ხოლმე რომ ბავშვობიდან ვინც მოწოდებით ექიმი არ არის იმის გამო შეიძლება ძალიან უხერხულად ვარ, იმიტომ რომ მე ბავშვობიდან ვიცოდი რომ უნდა ყოფილიყავი მუსიკოსი. ეს იყო ჩემი ამოცანა. ой რას ამბობ და ასე ვითარდებოდი და მე ბოლო წუთში რაღაც უცნაურად შეიცვალა ეს და გადავწყვეტე რომ თქვათ სამედიცინოსკენ მიმემართა და მაგრამ ის თელი ჩემი ნახევარი ცხოვრებაა ფაქტიურად, ანუ ვერც გატაცებას დავარქმე, ვერც განტვირთვას. ანუ პროფესიონალური ის არის დამოკიდებულება. თითქმის ყოველ დღე შეიძლება ითქვას, ის კი არა ამერიკაში რო ცხოვრობდით, პატარა ოთახში ვიყავით, მაშინ ინსტრუმენტი შეუძლებელი იყო და რაღაც ისეთი ელექტრონული ინსტრუმენტი, რომელსაც მხარზე გადებული ყველგან დავათრევდი, თან იქაც ესე ვცდილობდი რაღაც თვითმფრინავში სულ მაგით მხედავდნენ და ესე გავატარე იქ პერიოდი და სხვანაირად არ შემიძლია მოკლედ ახლა ეს პროფესიონალურ დონეზე მე ვერ განვავითარე რა თქმა უნდა მოყვარულის დონეზეა და ყოველთვის როცა რაღაცას ვაქვეყნებ გულში ბოდიშს ვუხდი ხოლმე მუსიკოსებს რომ ეს ის დონე არ არის მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან მიხარია რომ ვიღაცებს ალბათ მაინც მოეწონათ და ეს ძალიან დიდ კმაყოფილებას მაინჭებს ცოტა უხერხულობასაც როცა ამაზე მეკითხებიან რაღაცა უხერხულად თავს მაგრამ მოკლედ ეს ჩემი ნახევარი ცხოვრება რომლის გარშეც არ შემიძლია თუმცა ვერ ვიტყოდი მაიკო ასე რომ ეს უხერხულობას უნდა იწვევდეს იმიტომ რომ ჩვენ იმდენარი პაციენტთან გვაქვს ურთიერთობა და ხშირად პაციენტს ჩვენგან მართლა მეცნიერებაზე და დიაგნოზზე და მკურნალობაზე მეტად ალბათ ესენატრება რაღაც ადამიანური ურთიერთობა იმის შესაძლებლობა ექიმის მხრიდან რომელსაც ფართო დიაპაზონი აქვს და შეუძლია ყველაფერზე ესაუბროს მათ შორის ხელოვნებაზე და გარდა ამისა აი ჩვენსაც ინტეგრირებაზე ვსაუბრობთ მე არტ თერაპია თავისთავად ცხადია და ზოგადად ხელოვნების სხვადასხვა ელემენტის გამოყენება უკვე მკურნალობაში მათ შორის ფსიქიატრიაში ხა ცნობილია რამდენი ხანი იმაგოთერაპიას იყენებენ ამ დროს ახლა ეს მიხეილ ჩეხოვის მიერ მოფიქრებული მეთოდი აბსოლუტურად მსახიობებთან მუშაობს და ალბათ ვერც წარმოიდგინდა ვერასდროს რომ მედიცინა ამას გამოიყენებდა თავის დროზე, მაგრამ მე ვფიქრობ რომ განსაკუთრებით აი მუსიკით თერაპია, ცეკვით თერაპიას, არტ თერაპიას ზოგადად სხვადასხვა მიმართულების ძალიან დამკვიდრებულია და შეიძლება აი ეს თქვენი ძალიან დიდი სიყვარული და თითქმის მე ვიტყოდი მაინც რომ პროფესიონალურ დონემდე მიყვანილი თქვენი მუსიკალური აი ეს საქმიანობა მაინც გავლენას ახდენს, დადებით გავლენას ახდენს თქვენს ურთიერთობაზე, კოლეგებთან, პაციენტებთან. შეაქეს ელემენტი უდაოდ და ვფიქრობ მოვა დრო, როდესაც ეხლაც არის არაერთი შრომა, რა გავლენას ახდენს დაუშვათ მუსიკის მოსმენა ადამიანის გონებაზე, მის ჯანმრთელობაზე. სკოჩურს ნაყოფს რო ასმენინებენ მუსიკას და ასე შემდეგ, ახლა ეს არ არის ახალი ამბავი და შეიძლება ამანაც რაღაც კვლევის სახე მიიღოს ბოლოს, რა გავლენას ახდენს სხვადასხვა ნიჭი ხელოვნების, ან შემოქმედებითი ნიჭი თვითონ ექიმის საქმიანობაზე. ძალიან საინტერესო კვლევა იქნება. რამდენი ხელოვანი ექიმი არსებობს და
რა განსხვავება ასეთი ტიპის ექიმსა და ჩვეულებრივ დაუშვათ ექიმს შორის, იმიტომ რომ შემოქმედებითი მიდგომა შეიძლება სწორედ ასეთ კატეგორიის ექიმებს უფრო გქონდეთ, ვიდრე ისეთს, რომელსაც არანაირი სხვა გატაცება არა, გარდა სუფთა სამეცნიერო და პრაქტიკული მოღვაწეობის, ასე რომ მე ვფიქრობ, ეს არ არის საუხერხულო, პირიქით საინტერესო თემაა და მიმხარია, რომ ამ ლამაზი და სასიამოვნო ნოტით შეიძლება ასე ვთქვათ დავასრულოთ დღეს ჩვენი გადაცემა. გითხრათ ძალიან მართლა დიდი და გულითადი მადლობა სტუმრობისთვის. მე ვფიქრობ ძალიან სასიამოვნოდ ვიმუსაიფეთ, თუმცა ყველა თემა ვერ დავფარეთ, მაგრამ დასკვნა ერთია, შრომას ნამდვილად ესეთ შემოქმედებით ერთისხრივ, მაგრამ მეორისხრივ ძალიან დასაბუთებულ მტკიცებულებებზე და კვლევებზე დაფუძნებულ ცოდნასა და მიდგომებს ყოველთვის აქვს შედეგი და ეს შედეგები სასარგებლოა პირველ რიგში ჩვენი მოსახლეობისათვის, ჩვენი პაციენტებისათვის, რომელსაც თქვენთან ერთად ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერ ჰარმონიულ ცხოვრებას და თქვენს გისურვებთ წარმატებებს თქვენ საქმიანობაში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სტუმრობისათვის. დიდი მადლობა. სხვა დროსაც კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა, წარმატებები თქვენს. მადლობა.